მოგესალმებით ყველას. ძალიან საინტერესო თავი გვაქვს დღეს განსახილველი, მათეს სახარების 24 თავი, რომელიც ეხება ბოლო ჟამს. ბოლო ჟამი ამ საუკუნის დასასრული და ქრისტეს მეორედ მოსვლა, ხომ, რომელიც ძალიან გვაფორიაქებს და ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ეს კითხვა ყოველთვის აქტუალური იყო ყველა საუკუნეში, როდის იქნება, როდის მოვა, რადგან მოციქულების დროიდან ძალიან მალე ეგონათ ქრისტეს მეორედ მოსვლა დადგებოდა, შემდეგ 1000 წელი რო ხდებოდა, მაშინ ფიქრობდნენ რომ 1000 წელს დასრულდება ყველაფერი, 2000 წელსაც ფიქრობდნენ, მაგრამ ის ღმერთმა იცის მხოლოდ როდის იქნება აღსასრული ამ საუკუნის. საუკუნე ნიშნავს ეპოქას, ხო? აი ონონ ბერძნული სიტყვა ნიშნავს ეპოქას, საუკუნეს, ანუ დიდი დროის რაღაც დიდ მონაკვეთს, ან ასევე დაუსრულებელი დროის მონაკვეთს, ხო? შემდეგ როცა დაუსრულებელი იქნება უფლის მეფობა ჩვენ შორის. და ეს თავი 24 თავი ეხება ამას. წინა თავში ჩვენ ნახეთ ქრისტეს დაპირისპირება, ეს არის სამშაბათი დღე ისევ. დიდი სამშაბათია ნებიშვიდეულის. ნახეთ მისი დაპირისპირება ფარისეველებთან, წიგნობლებთან, სადუკეველებთან, ჰეროდელებთან, ხო? 22 თავში, შემდეგ 23 თავში ნახეთ რომ ქრისტეს სიტყვები ვაებისა, როცა ის ამბობს, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, რომ მრავალჯერ მინდოდა შემეკრიბა იერუსალიმის შვილები ჩემი ფრთებქვეშ, მაგრამ არინებეთ, რადგან წიგნობრები და ფარისევლები იმ დროს იყვნენ ერის სულიერი მწინამძღვრები, ხო? და შემთხვევით არ არის რომ ქრისტე არ ამბობს, ვაი თქვენ და სადუკეველნო, ვაი თქვენ და ჰეროდელებო, ამას არ ამბობს წიგნობარნო და ფარისეველნო, ანუ რჯული ვინც იცით, მაგრამ ამახინჯებთ და არასწორად ასწავლით რჯულს და ასე როგორ ეუბნება ნახეთ, ჩაგიკეტია ცათა სასუფეველი, არც თავად შედიხართ და არც ხვებს აცლით შესვლას. ამიტომ ვაი თქვენ და ღმერთის სიტყვებია რომ დასტერის იერუსალიმს, რომელიც განწირულია დასაღუპად, ხო? წერს რომ მრავალჯერ იერუსალიმ ამბობს წინა თავში, ბევრჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება ფრთებქვეშ, ისე როგორც ფრინველი კრებს თავის შვილებს, მაგრამ არინებე. მაგრამ ფრინველის ფრთებისა რა ჩვენთვის ხელები, ხომ ასეა? და მაგრამ მან ფრთები მაინც გაშალა უფალმა. სად? ჯვარზე, გოლგოთაზე. და მის ფრთებქვეშ მაინც შეიკრიბა მისი შვილები. ოღონდ ისინი ვინ არიან უკვე? ის ვინც იწამა მისი მოსვლა და მისი ჯვარცმა მის გამოსახსენად. ანუ მის ფრთებქვეშ იერუსალიმი უნდა შეკრებილიყო ჯერ, მაგრამ მან არინება და ახლა წამოვიდა მადლი და გამოხსნა ჩვენთან. და ამის შემდეგ ეს წინა თავი ასე დამთავრდა, მინდა რომ გავაგრძელოთ წინა თავიდან, დამთავრდა რომ ქრისტე ამბობს, ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით კურთხეულარს მომავალი უფლის სახელით. ეს უკვე მის მეორედ მოსვლას ეხება, ხო? იმიტომ რომ ბზობა უკვე იყო, ერთხელ უკვე უთხრეს, კურთხეულია ვინც მოდის იერუსალიმში უფლის სახელით და უფალი ამბობს, ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით, კიდევ ერთხელ კურთხეულია ის ვინც მოდის უფლის სახელით, ანუ მეორედ მოსვლის დროს ეუნება და შორდება იერუსალიმს, გამოდის უფალი ტაძრიდან, სამშაბათი უკვე საღამოა, წარმოვიდგინოთ, სამშაბათი საღამოა, ეს შეჩვენება აღმოთქვა მან ტაძარში, თან როგორ პირდაპირ ფარისევლები და წიგნობრები იქ არიან, სახე შეეუბნება ამას. განაერიდება, აი ჩხუბი აქვს მათთან, შეაჩვენებს, გამოდის დამწუხრებული ტაძრიდან, გადაივლის კიდრონის ხევს და სანამ ტაძრისგან გამოსვლისასო, მისმა მოციქულებმა უთხრესო, ნახე, რა ტაძარია და რა ქვებია და რა შენობებია და ქრისტე ეუბნება, ხედავთ ამ ტაძარს, ამ შენობებს, ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა, ხო? და გადადის კედრონის ხევში და მიდის ისევ ზეთისხილის მთისკენ, რადგან იქ ბეთანიაში ათევდა ხოლმე უფალი ღამეს და აი სამშაბათ საღამოა, დღის მეორე ნახევარია, შებინდებულია უკვე და ისევ გადადის უფალი და ზეთისხილის მთაზე როგორც ჩანს, მოციქულებთან ერთად შეისვენა, ხო? იქ ჩამოჯდნენ ცოტა ხანს და იქიდანაც ჩანს ეს დიდებული შენობა იერუსალიმის ტაძრის, ხო? და აი იქ იწყება ეს საუბარი. აი ეს საუბარი იქ ხდება, რადგან მოციქულები შეშინებულნი არიან. მოციქულები შეწუხებულნი არიან, ხო? წარმოვიდგინეთ, რაიმე ჩხუბს ხომ დასწრები ხართ?
აი ძალიან სასტიკ ჩხუბს ხომ დასწრები ხარ და აღელვებული ხარ შენ თვითონ აფორიაქებული ხარ ხო? არიცი როგორ გაგრძელდება და აი ამ მდგომარეობაში არიან მოციქულები და თან უფალმა თქვა რომ ეს ყველაფერი განადგურდება. ეს ყველაფერი დაიქცევა და მოციქულების კითხვა რაში მდგომარეობს შემდეგ ეხა ჩვენ თავის კითხვას სანამ დავიწყებთ მინდა გითხრათ რომ კი მაგრამ ეს თუ დაიქცევა შენ სად უნდა იყო მეფე? ეს ტაძარი თუ დაინგრა და იერუსალიმი თუ განადგურდა შენ როდის მაშინ შენ ხო მეფე ხარ? შენ სად უნდა იმეფო? აი ამას ეკითხებიან. და ქრისტე ეუბნება როგორ მოხდება ეს ყველაფერი და როდის მოვა მისი მეფობა ოღონდ უკვე ზეციდან. ამათმა ხო არ მიიღეს მისმა ხალხმა. აი ზეციდან როგორ მოვა როგორც ზეციური მეფე, ამას ეუბნება ამ თავში. კიდევ ერთ სანამ დავიწყებთ ამ თავის კითხვას. ამ თვითონ ამ თავზე მე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ გასაგებია, ყველაფერი ადვილად გასაგებია 24 თავში. მაგრამ მე მინდა გითხრათ, აი მიმართულებები, რომლებსაც თქვენ უნდა დაუკვირდეთ, რომ შემდეგში როცა კიდევ ამას წაიკითხავთ, ამაზე იფიქრებთ, იცოდეთ სად უნდა ეძებოთ. თან ეს ხო დარჩება ეს ჩანაწერი და შემდეგ ალბათ სხვებიც მოусმენენ, ჩვენც ისე თავიდან მოусმენთ და იცოდეთ. ბოლო ჟამის შესახებ ქრისტე ლაპარაკობს მხოლოდ სამ სახარებაში. იოანეს სახარებაში ამაზე არ ლაპარაკობს უფალი. და მათეს 24 თავი, მარკოზის 13 თავი და ლუკას 21 თავი. აი ამ სამივე თავში აღწერილია ეს საუბარი სამშაბათ საღამოს ბოლო ჟამზე და მის მეორედ მოსვლას. და ეს სამივე მონაკვეთი ერთმანეთს ავსებს, გესმით? მხოლოდ მათეს სახარებაში რო წაიკითხოთ ეს მონაკვეთი თქვენ ვერ იპოვით ადგილს ტაძრის დანგრევაზე, როდის ლაპარაკობს უფალი. აქ არ არის ეს ადგილი, აქ გამოტოვებული აქვს მათეს. მაგრამ ლუკასთან უკვე არის აი ეს 60 წელს როცა რომაელებმა ტაძარი დაანგრიეს, ლუკა ამ მონაკვეთსაც გვიყვება. გესმით და ანუ სახარებები ერთად არის ეს ყოველთვის რამეს მოგვითხრობს. მხოლოდ ერთი სახარებით ჩვენ ვერასდროს ვერ შევიქმნით სრულ წარმოდგენას იმაზე, რაც უფალს უნდა ეთქვა, გესმით? აი მე აქ კიდევაც მიუთით რომ თქვენთვის დარჩეს მათე 24, მარკოზი 13 და ლუკა 21. და უფალი ამბობს რომ მარკოზის აი 13 თავში ასე ამბობს უფალი. ნახეთ რა არის აი თიქოს სათაური ამ თავის ეს არის. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები, იფხიზლეთ. გესმით? აი ამ საუბარს რო ამთავრებს, ბოლო სიტყვა ეს არის მარკოსთან. აი რას თქვენ მე ახლა მოგიყევით, ეუნება მოციქულებს. ყველას ვეუბნები, იფხიზლეთ, რადგან როცა არ გონიათ, მაშინ დაიწყება ის ბოლო 7 წელიწადი დასასრულისა. ის 7 წელიწადი, ბოლო 7 წელიწადი რომ დაიწყება, 7 წელში მოხდება ყველაფერი. იცოდეთ რომ 7 წელში დასასრულია. ქრისტე მოვა მეორე. მაგრამ ის ბოლო 7 წელიწადი როდის დაიწყება, ეს არის უცნობი. გესმით? ამიტომ ამბობს ქრისტე რომ იფხიზლეთ, არიცით როდის მოხდება ეს. ასევე ქრისტე ამ მათეს 24 თავში გვეუბნება რომ უცნობი კი ის დღე მეორედ მოსვლისა, მაგრამ მე ნიშნებს გაძლევთ. მე გაძლევთ თქვენ აშკარად გამოსაცნობ ნიშნებს, რომელსაც თუ სულით ცოცხლობთ, თუ რწმენით ცოცხლობთ, ამ ნიშნებს თქვენ იცნობთ. თქვენ მიხვდებით, თქვენ დაუკვირდებით, რომ თქვენ ფხიზელი ხართ სულით და ამ ნიშნებით მიხვდებით, რომ ძალიან ახლოს არის უკვე დასასრული და ლეღვს ადარებს. აი, მათეს 24 თავის 22 მუხლია, ნახეთ, 32 მუხლი. ლეღვის ხისგან ისწავლეთი გავი. როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცოდეთ რომ ახლოა ზაფხული, ასევე თქვენს, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ რომ უკვე ახლოა კარზე მომდგარი. და ხო საინტერესოა, ხო? აი, გაზაფხულზე რო შეატყობ რომ ლეღმა ფოთლები გამოიღო, იცოდეთ რომ ზაფხული ახლოს არის, ხო? აი ამ ნიშნებსაც, როცა დაინახავთ აშკარად რომ ეს ნიშნები ახდა, იცოდეთ რომ ახლოს არის დასასრული, ხო? როგორი საშინელი მოლოდინია ეს, ხო? და თან ნიშნებიც ვიცით. და ამ ნიშნებს უნდა დაუკვირდეთ და თან უფალი ამ ნიშნებს გვაძლევს. შემდეგ აი ეს მეორედ მოსვლის სწავლება, სამყაროს საუკუნის დასასრულის და მეორედ მოსვლის სწავლება მესიის მოსვლის. იუდეველთათვის ეს მეორე მოსვლა არ იყო. იუდეველთათვის ის მისი ერთადერთი მოსვლაა, ხო, ასე სწამთ მათ. ეს თვით მათ ძველ აღთქმაში, რაბინულ სწავლებაში ეს იყო.
რომ მესია როდესღაც მოვა და ეს გამოიწვევს სამყაროს დასასრულს, ხო? აი მე მაგალითად გაჩვენოთ ის ადგილი, ერთ-ერთი ცნობილი ადგილი, საგულისხმო ადგილი, როგორ ფიქრობდნენ ძველ აღთქმაში მათი რაბინები, ხო? ჩვენ ხო ვიცით თალმუდზე ბევრჯერ გვითხოვს, თალმუდში არის ერთ-ერთი ცნობილი ტრაქტატი სინედრიონის დადგენილებებს ეხება ეს და უმნიშვნელოვანესი ტრაქტატია თალმუდში. და იქ ესეთი ამბავია აღწერილი, როგორი საგულისხმოა, ნახეთ, მე მინდა ეს წაგიკითხოთ თქვენ თალმუდიდან. სანჰედრინ 96b 37. დაუკვირდით ახლა. რაბი ნახამანმა, რაბი იცხაკს კითხაო. აი, ძველ აღთქმაში. ხომ არ ხსმენია, როდის მოვა ძე დამხობილისაო. როდის მოვა ძე დამხობილისაო. და მან უპასუხა, რაც იცხაკმა უთხრაო, რომ დამხობილის ძე ვინ არისო? და ვინ არის და მესიაო, დამხობილის ძეო და მესიას უწოდებ დამხობილის ძესო? ამას გაუკვირდაო. კიო, რადგან ასე წერია, დაცეა დაწერილი. მას იმ ჟამს აღმართავ დავითის დამხობილ კარავს, გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო. ამოს წინასწარმეტყველთან არის ბიბლიაში, მე-9 თავში, რომ იმ დროს, მისი მოსვლის დროს, აღმართავ დავითის დამხობილ ტაძარს, კარავს. ანუ დამხობილი იქნება, ანუ ცუდი დროა, დამხობილი დრო, გარღვეულია, დაგლეჯილია, გესმით და ამიტომაც დამხობილის ძე ერთ-ერთი სახელია ქრისტესის თალმუდში, მესიის, რომ იმ დროს ძალიან ცუდი დრო იქნებაო. აი ესე სწამდათ მათაც. ჩვენ ხო ვაებას ველოდებით, ხა მეორედ მოსვლამდე ვაებანი იქნება ძალიან წარმოუდგენელი. ესევე იცოდნენ მათაც. ასევე ნახეთ, ასე თქვა რაბი იოჰანანმა, ერთ-ერთი სხვა რაბინი ამბობს. იმ დროს, როცა დავითის ძე, ანუ ქრისტე, როცა მოვა, ცოტანი იქნებიან სწავლულთა შეგირდები და დანარჩენი ხალხის თვალები გლოვით და ოხრით იქნება ჩამქრალიო. წმენა გამქრალი იქნება, ცოტანი იქნებიან ბიბლიის მოწაფეები. სხვები კიდევ უიმედობაში ჩამქრალი თვალებით იქნებიანო. სულ ახალი მრავალი განსაცდელი და ძიმე უბედურებანი მოვა მათ თავს, ჯერ არც კი იქნება დამთავრებული პირველი ვაება, რომ უკვე მეორე ვაება დაიწყება. ასე ფიქრობდნენ ისინიც, რაბინებიც, რაბინულ აზროვნებაში ასე იყო. იგივეს ამბობდა რაბი იოჰანანიც, სანჰედრინ 98a. როცა იხილავ დაუძლურების გზაზე მყოფ თაობას, როცა ისრაელში დაინახავ, რომ უკიდურესად დაუძლურებული თაობა მოვიდა, იმედი გქონდეს, რომ ქრისტე მოდის, მესია მოდის. რადგან დაწერილია, ჩაგრულთა მხსნელი ხარ შენ. მეორე მეფეთა წიგნშია 22 თავში. ჩაგრული უნდა იყოს ისრაელი იმ დროს, ჩაგრულთა მხსნელად უნდა მოვიდეს ქრისტე. შემდეგ კვლავ თქვა რაბი იოჰანანმა, როცა იხილავ თაობას, რომელზეც მრავალი უბედურება ქარიშხალივით მოდის, მაშინ კონდეს მისი მოსვლის იმედიო. ანუ მრავალი ქარიშხალივით უბედურებები უნდა დაატყდეს ისრაელსო, ასე სწამდათ მათ და მაშინ მოვა ქრისტე, მესია მაშინ მოვა, რადგან ნიაღვარევით მოვა მტერი ქარიშხალივით გამორექს მათ, მოუვა გამომსყიდველი სიონს. იესაიას 59 თავში ასე წერია ძველ აღთქმაში. გესმით და აი ხა რა მინდა გითხრათ, რომ ეს კითხვა, რასაც მოციქულები ქრისტეს უსვამენ, არ არის ახალი კითხვა. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ეს ქრისტიანების კითხვაა, ხო? რომ ქრისტიანებს გვაქვს ეს სწავლება მეორედ მოსვლის შესახებ, მაგრამ ასე არ არის. თვითონ ძველ აღთქმაშიც ეს აქტუალური იყო ეს, რომ როდის მოვა ხსნელი, როდის მოვა მესია. და ნახეთ, იმ ძველ აღთქმაში მე მინდა ეს მე ვიცი რომ შეიძლება ბევრია ინფორმაცია, მაგრამ მე მინდა რომ იმ ძველ აღთქმისეულ წარმოდგენებს გადავაბათ მე ის, რაც მე უფალმა გითხრა, გესმით? მაშინ ხო ამას რაბინები განმარტავდნენ. ნახეთ და ამ რაბინების განმარტების შემდეგ თავად უფალი, ვინც მეორედ უნდა მოვიდეს, ის გვაძლევს სწავლებას მეორედ მოსვლის შესახებ. აი იმ ძველ აღთქმაში მაგალითად ისინი ზუსტად სამ ხერხს მიმართავდნენ იმისა, როგორ გამოეთვალათ, როდის მოხდება მისი მეორედ მოსვლა, ხო? როდის დასრულდება ეს სამყარო. და ისინი ამბობდნენ ასე, პირველი ხერხი ასეთი იყო, რომ ისტორიას ყოფდნენ ეტაპებად. და ამბობდნენ მაგალითად, აი დავითამდე აღმასვლა, დავითის შემდეგ დაღმასვლა და უნდა მოვიდეს როდესღაც მესია.
ზოგი ამბობდა, აი მოსემდე აღმასვლა იყო, მოსემ რჯული მოღწა, მოსეს შემდეგ ყოველთვის უკვე დაღმასვლა და უნდა ველოდოთ მის მოსვლას. ზოგმა 10 ეპოქად დაყო ეს სამყარო, წლები, ზოგმა 12, ზოგმა 7, ხო? დიდი მრავალბნაირი იყო ეს აზროვნება. ზოგმა ეს ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, ერთ ზოგმა თქვა ასე. ნახეთ? ადამიდან დავითამდე იყო აღმასვლა, ხო? შემდეგ დაეცა ისრაელი და რა მოხდა მაშინ? ბაბილონის ტყვეობა, ხო? დაეცა. ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მოbrunდნენ მიწაზე და ვინ მოვიდა მერე? დაბრუნდნენ მიწაზე, ხო? შემდეგ მოვიდა ქრისტე, იესო ქრისტე და იესო ქრისტე შემდეგ დაღმასვლა ისევ და ყოველ წუთს უნდა ველოდეთ მის მორთვა და ეს იყო ქრისტიანული სწავლება. პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე ხერხი იყო, რომ ბაბილონში ისრაელი ხო 70 წელს იყო ტყვეთ, 70 წელს. და მეორე ხერხი იყო დანიელ წინასწარმეტყველმა წინასწარმეტყველზე დაყრდნობით, რომ ის 70 წელი არის წინასწარმეტყველება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სამყარო და როდის დასრულდება. გესმით, 70 წელს სხვანაირად განმარტავდნენ. ამას ჩვენ ნახავთ, რას ნიშნავს იმ 70 წლის, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია 70 წლის. და მესამე ხერხი იყო კიდევ ბიბლიის ზოგიერთი აპოკალიფტური ადგილების განმარტება. აი მაგალითად როგორც არის ზაქარია წინასწარმეტყველის მე-14 თავი, როცა ის ამბობს, რომ მესიის ფეხი შედგება ზეთისხილის მთაზე, ან ესაიას 26 თავი, სადაც მკვდართა აღდგინებაზეა ლაპარაკი, ეზეკიელთან 37 თავისაც მკვდართა აღდგომაზეა ლაპარაკი და ამ ადგილების განმარტებით, აი ასეთი იყო წარმოდგენა იმ დროს მის მეორედ მოსვლაზე. მოდი დავიწყოთ ამ ტექსტის კითხვა და უფრო მე გზა და გზა უფრო კარგად გავიგებთ ყველაფერს. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობა ეჩვენებინათ მისთვის. ხოლო იესომ მიუგო მათ, ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და კითხეს, გითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? იესომ პასუხად მიუგო მათ, ხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ თქვენ და მეხუთე მუხლიდან უკვე იწყება ჩამოთვლა იმ ნიშნების, რომელიცაც უფალი ლეღვის ფოთლების გამოღების მაგალითზე მოყავს, რომ როცა ამ ნიშნებს იხილავთ, ყველაფერი აღსრულდება. მანამდე საინტერესო რა არის? ქრისტე ეუბნება, რომ აქ ყველაფერი დაინგრება. და ნახეთ, მოციქულები მივიდნენ მასთან და ფაქტობრივად აი ამ 4 კითხვას უსვამენ მოციქულები მას. აი მე ჩამოგიწერეთ და უკვე შეიძლება გადავუღოთ მე და გქონდეთ, რომ აქ არ არის კითხვა ნიშანი ტაძრის დანგრევის მათესთან, მაგრამ ლუკასთან ტაძრის დანგრევის ნიშანსაც ეკითხებიან ისინი მათ. ანუ ქრისტემ ხო თქვა, რომ აქ ყველაფერი დაინგრევა და მოციქულთა წარმოდგენაში უკვე ასეა, რომ ტაძრის დანგრევას დაუყოვნებლი უნდა მოხდეს მისი მეორედ მოსვლა, ხო? და ნახეთ რა კითხვები რა არის? როდის მოხდება ეს ტაძრის დანგრევა? რა იქნება ნიშანი, რომ ტაძრის დანგრევა უნდა მოხდეს? ნიშანი რა იქნება შენი მოსვლისა და რა იქნება ნიშანი ამ ეპოქის საუკუნის დასასრულის. ისმით, ეს 4 კითხვაა და მარკოზის სახარებაში წერია, რომ მასთან მივიდნენ 4 მოწაფე, 4 მოციქული, პეტრე და ანდრია ძმები და იოანე და იაკობი და ამ 4-მა დაუსვეს მას ეს შეკითხვაო. და უფალი ეუბნება უკვე ამის შემდეგ რა მოხდება? მე მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, სანამ ამ ნიშნებს ჩამოთვლის, რომ ძველ აღთქმაშივე უკვე წარმოდგენა იმაზე, როგორ მოხდება ქრისტეს ბოლო ჟამის მომზადება, როგორ იქნება, ეს ამას ერქვა მაშიახის სალმობანი. აი ქართულად ესე გამოითქმის. სალმობანი მესიის სალმობანი. სალმობა რა არის? ტკივილები. მაგრამ ეს ტკივილები უბრალოდ ტკივილები კი არ არის, აბა რომელი ტკივილებია?
დაბადები, შობის ტკივილები, როგორც სალმობა შობადისაო, ხო არის ფსალმუნები შეხვედრიათ, ხო? ანუ, ნახეთ, ქალს რომ დაეწყება, ქალმა რომ უნდა შვას, ხო? ბავშვი უნდა გააჩინოს და დაეწყება ტკივილები. პირველი ტკივილი ალბათ ყველაზე შემაშფოთებელია, ხო? აი პირველად რო იგრძნობს რომ ტკივილია, ხო? ამ დროს ქალი, ხო, ვისაც ამ დროს ყველაზე სახსენ ძლავრია ეს ტკივილი. შემდეგ ეს ტკივილები მოდის და მიდის და ბოლოს შეიძლება ერთი დღე გარძელდეს, ორი დღე ხო, რამდენიც ხდება ხოლმე და ბოლოს აი ეს შობის წინა ტკივილები არის ყველაზე მძიმე ტკივილები, ხო? და ბოლოს იბადება ახალი ადამიანი. აი ბიბლიაშიც მისი მეორე მოსვლა ქვია ქრისტეს სალმობანი. იმიტომ კი არა რომ ქრისტეს ტკივა რამე, არა. სოფლიოს ტკივა, სამყაროს ტკივა და ეს ტკივილები მოდის, მიდის და ძლიერდება და ბოლოს ქრისტეს მოსვლის წინ აი 7 წელიწადი იქნება ის აუტანელი ტკივილები სამყაროს დედამიწისთვის, როცა უნდა გამოჩნდეს იესო ქრისტე, ხო? და აი ამ სალმობათა თანმიმდევრობას ეუბნება ქრისტე, რომ რას უნდა დავაკვირდეთ? რომელ ნიშნებს უნდა დავაკვირდეთ, რომ მივხვდეთ, რომ ეს სალმობანი უკვე ძალიან გაძლიერებულია და მალე იქნება მისი მეორე მოსვლა. მოდით სანამ გავაგრძელებთ, ამასაც გაჩვენებთ, რომ უკეთესი წარმოდგენა გქონდეთ ჩვენ. ნახეთ. აი ეს არის ბიბლიური სწავლება იმისა, როდის იქნება მეორე მოსვლა. აი ეს გრაფი, ეს ნახაზი, ასე ვთქვათ. ნახეთ. დანიელ წინასწარმეტყველთან წერია, დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს და ეს ასე ასრულდა უკვე სანახევროდ. შეგიძლიათ მეატრიალოთ, რომ ყველამ დაინახოს. ოღონდ, აი ეს არის ისტორიის მსვლელობა. მეორე მოსვლამდე, ხო? ნახეთ ისტორიის მსვლელობა, დროის მსვლელობა მეორე მოსვლამდე. აი ეს არის მისი პირველი მოსვლის მომენტი. ხედავთ, პირველი მოსვლა. ანუ ის 32 წელი უფრო ზუსტად, როცა ის ბზობით შევიდა იერუსალიმში. მოსვლა მისი როგორც ცხებული მეფე, ხო? იერუსალიმში რო შედის ბზობას, მაშინ ადიდებენ მას როგორც ცხებულ მეფეს. დანიელ წინასწარმეტყველს მე-6-მე-5 საუკუნეებში უფალი უცხადებს. დანიელის მე-9 წიგნშია ეს. რომ იცოდე დანიელ, ჩვენ ამას წავიკითხავთ ცოტა მოგვიანებით, რომ როცა გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღდგენის შესახებ, ეს მოხდა 445 წელს, ნეემია წინასწარმეტყველის წიგნში წერია, როცა გამოვა იერუსალიმის აღდგენის ბრძანება, იმის მერე გაივლის 7 შვიდეული, ნახეთ 7 შვიდეული და 62 შვიდეული ცხებული მეფის მოსვლამდე. ნახეთ, შვიდეული რას ნიშნავს? შვიდეული უდრის 7 წელს. გაივლის, ანუ 7 + 62 არის 79 შვიდეული ამ ქრისტეს ბზობით შესვლამდე იერუსალიმში, ხო? შემდეგ უკვე აღწერილია რა მოხდება, რომ მას დანაშაული არ ექნება, მას აღმოფხრიან, მოკლავენ უდანაშაულო ცხებულ მეფეს და შემდეგ ამას მოყვება ის, რომ იერუსალიმი ნადგურდება და შემდეგ ვინც გაანადგურეს იერუსალიმს, იმისი მემკვიდრე ურჯულოებაში შეიყვანს იერუსალიმს, ისრაელს და ბოლო შვიდეული, ანუ 70 შვიდეულია, ხო? 7 62 და ბოლო არის 70 შვიდეული. და აი ამ ბოლო შვიდეული არ იქნება 3.5 წელიწადი, როცა ანტიქრისტე აცდუნებს ხალხს და 3.5 წელიწადი, როცა ხალხი მიხვდება, რომ სუნდა, მაგრამ ხელზე და შუბზე უკვე ის ბეჭედი აზით ანტიქრისტესი და ვეღარ იხსნიან თავს და არის უდიდესი ვაებანი და ამის 7 წლის ბოლოს მოდის იესო ქრისტე. მაგრამ რა არის ახლა საინტერესო, ნახეთ, აი ეს ეპოქა, აი ეს ადგილი. რა წერია ამას? ეკლესიის დრო. ქრისტეს პირველი მოსვლიდან აი ბოლო შვიდეულის დაწყებამდე რამდენი წელია ჩვენ არ ვიცით. აი იმიტოა უცნობი მისი მეორე მოსვლა როდის იქნება, გესმით? აი ამიტომ ქრისტე ხო ამბობს, რომ არავინ იცის იმის დღის შესახებ, არც ძემ, არც ანგელოზებმა, არავინ მარტო ზეციურმა მამამ. რატომ? იმიტომ რომ აი ეს ეკლესიის დრო, როცა თემ სოფლიოში უნდა შემოვიდეს ხალხი მორწმუნენი ეკლესიაში, ხო? კიდევ ხომ დარჩა საქართველოში ხალხი, ვინ ჯერ ვერ შეიცნო მისი მაცხოვნებელი სარწმუნოება და უნდა იწამოს, ხო? აი რამდენ ხანს ითმენს ღმერთი, რომ აი ვინც უნდა გადარჩეს, რომ შემოვიდეს ეკლესიაში, ჩვენ არ ვიცით. რომ აივსება ეს ეკლესიის სისავსე, ღმერთმა იცის, რომ ამის მერე არავინ აღარ შემოვა ეკლესიაში,
ამის მერე დაიწყება, აი აქ გამოჩნდება უკვე ანტიქრისტე, რომელიც დანიელ წინასწარმეტყველის წიგნშიც არის და ასევე აპოკალიფსის გამოცხადებს, იოანეს გამოცხადების მე-13 თავშია, როცა ამბობს, რომ ვიხილე მხეცია მომავალი ზღვიდან და მიწიდან მეორე და აი ეს არის ბოლო 7 წელიწადი. ხო გასაგებია? ანუ ჩვენ ახლა რომელ ეპოქაში ვიყოფებით? აი ამ ეკლესიის დროში. აქ ვართ დასაწყისში, აქ ვართ თუ აქ ვართ, ჩვენ ეს არ ვიცით. შეიძლება კიდე 1000 წელი იარსებოს დედამიწამ. შეიძლება 100 წელზე მეტი ვეღარ იარსებოს. მაგრამ ნიშნები, რასაც ქრისტე გვაძლევს ამ დედამიწაზე, რაც ხდება, გვანიშნებს, ბევრი დარჩა თუ ცოტა დარჩა. აი მაგალითად ომებზე ლაპარაკობს ქრისტე, მიწისძვრებზე, ეპიდემიებზე, შიმშილობებზე. ჩვენ უნდა დაუკვირდეთ ინტენსიობა ამ ომების, აჯანყებების, შიმშილობების, ეპიდემიების ადრე უფრო ძიმე იყო თუ ახლა. გესმით, ამით შეიძლება გამოვიცნოთ ეს. თუმცა არავინ იცის, მაგალითად ბოლო ეპიდემიის დროს 20 მილიონი კაცი დაიღუპა, ხო, კოვიდის დროს. და ჩვენ გონია რომ ეს წარმოუდგენელი ციფრია 20 მილიონი. არავინ იცის, შეიძლება სხვა ეპიდემია გამოჩნდეს, რომელიც 50 მილიონს მოითხოვს, ხვეპლად, ხო? ამიტომ ჩვენ ვაკვირდებოდით ამ ნიშნებს და მზად ვიყოთ ყოველთვის, როდის დაიწყება ბოლო 7 წელიწადი, ხო? და ქრისტე ახლა იწყებს ამ ნიშნების ჩამოთვლას. მეხუთე მუხლიდან, ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარ ქრისტე და მრავალს ასტუნებენ. პირველი ნიშანი. გამოჩნდებიან ცრუ ქრისტეები. ცრუ მესიები გამოჩნდებიან ძალიან ბევრი. გაიგებთ აგრეთვე ომებს და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ნახეთ, რა ამბობს? გაიგებთ ომების ამბებს, რომ სადღაც მაგალითად სამხრეთ ამერიკაში სასტიკი ომია, ომების ამბებს. გაიგებთ ასევე ლუკას სახარებაში პარალელურად გასწერია, რომ აჯანყებების ამბებს, აშლილობების ამბებს, ხო? არეულობების ამბებს, რომელიც არაკლია. ჯერ ხო აი მაგამდე მივალთ ახლა ისრაელშიც და მსოფლიოშიც. ქრისტე ლაპარაკობს გლობალურად, გესმით? გლობალურად, მაგრამ ეს ეხება ისრაელსაც, აი მე ხო თქვი, ქალს პირველი ტკივილი რო დაიწყება, ის ყველაზე შემაშფოთებელია, ხო? ანუ ისრაელშიც ხდება ეს, სანამ ტაძარი დაინგრევა 70 წელს. და შემდეგ ეს ყველაფერი ეს ვაებანი, ქალის ვაებანი სოფლიოშიც გრძელდება, გესმის? ანუ ორივეა აქ ნაგულისხმება. ზოგიერთებმა მაგალითად პირველ საუკუნეებში განმარტებლებმა ზოგიერთებმა ამაში დაინახეს მხოლოდ ისრაელი. მხოლოდ რომ ის ისჯება. იქ მოხდება ეს ყველაფერი. მაგრამ გავიდა წლები, ისრაელი აღარ არსებობდა იქ და ჩვენ ამ ყველაფერს ამ ვაებებს სოფლიოში ვხედავთ. ანუ ხვდებით რომ ქრისტე მხოლოდ ისრაელზე კი არ ლაპარაკობს, თელს სამყაროს. ნახეთ, ომებს და ომების ამბებს თქვენ იცით, ნუ არ შეგეშინდეთ, ამბობს ქრისტე. ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ანუ არ გეგონოთ დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილობა, ჟამიანობა, ანუ ეპიდემიები. მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაწყისია. ანუ ეხლა რა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ცრუ ქრისტენი, ომები, აშლილობები, აჯანყებები, შიმშილობები, მიწისძვრანი, ეს ყველაფერი გამოსცადა ისრაელმა პირველ საუკუნეში, პირველ მეორე საუკუნეებში. გესმით? აი მაგალითად, ისრაელში, როდესაც დაინგრა ტაძარი 70 წელს, აჯანყებით დაიწყო ეს ყველაფერი. ისრაელი აუჯანყდა რომს, ხო? აჯანყებით დაიწყო. შემდეგ როცა საბოლოოდ განადგურდა ისრაელი 132 წელს სიმონ ბარ კოხბა რომ იყო, აი ის მღვდელი, რომელმაც აცდუნა სიმონ ბარ კოხმა თქვა, რომ მე ვარო ქრისტეო, მე ვარო ის მესიაო და აცდუნა მთელი ისრაელი და იმისი აჯანყება იყო ყველაზე დიდი აჯანყება. აჯანყდნენ და პირველად გაიმარჯვეს. პირველი 2 წელიწადი, როგორც ხდება ხოლმე, გამოაცხადეს ისრაელის დამოუკიდებლობა. შემდეგ აფრიკიდან მოუხმო რომმა ლეგიონებს, სიკტიტე ჩამოვიდა იქიდან და გაანადგურეს ისრაელი. მაგრამ აჯანყებით დაიწყო, ომებით გაგრძელდა და ამან გამოიწვია რა? შიმშილობა იყო ისრაელის იერუსალიმში, რომ ამბობ იოსებ ფლავიუსი წერს იუდეურ ომში, რომ დედები საკუთარ შვილებს ჭამდნენ. ისეთი მძიმე შიმშილობა იყო, ხო? ეპიდემიები იყო, იმიტომ რომ აი
2 წელიწადი ჯერ 68-დან 70-მდე ალყაში იყო ქალაქი. შემდეგ მეორე საუკუნეში ალყაში იყო და ეპიდემიები იყო, შიმშილობა იყო. ეს ყველაფერი რასაც წერს, რასაც ამბობს იესო ქრისტე. მაგრამ მეუნება არ შეგეშინდეთ. ის რაც იერუსალიმში მოხდება პირველ-მეორე საუკუნეებში რა არისო? ეს არის დასაწყისი ამ სალმობათაო. ხო გასაგებია? ესმით ამიტომ ქრისტე ეუნება მათ რომ არ გეგონოთ რომ იერუსალიმის დაქცევას რომ ნახავთ, არ გეგონოთ რომ ამით მთავრდება. არ გეგონოთ რომ ეს დროა უკვე. ეს დასაწყისია ამ სალმობათა. ნახეთ, აი აქ არის ეს საწყდება. პირველ მოსვლიდან 38 წელს მოხდა ის იერუსალიმის დაქცევა, ხო? 38 წლის შემდეგ 38 წელი გავიდა მისი ჯვარცმიდან და 70 წელს დაიქცა პირველად ტაძარი, ხო? აი სადღაც აქვე იყო. და ქრისტე გვაფრთხილებს რომ არ გეგონოთ რომ დასასრულია. ეს არის პირველი სალმობის ტკივილები, როგორც აქვს ხოლმე მშობიარე ქალს. შემდეგ ამბობს: მაშინ მიქცემენ თქვენ სატანჯველად და მოკლავენ თქვენ და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. ეს უკვე ვისეხება მათაც იუდეველებსაც, ქრისტეს მორწმუნე იუდეველებსაც და შემდეგ საუკუნეებში უკვე როდის იყო ქრისტიანთა უდიდესი დევნა? პირველ საუკუნეებში, ხო? მესამე, მეოთხე საუკუნეებში სანამ ქრისტიანობის აღზევა მოხდებოდა, ხო? და მრავალი შეცდება მაშინ და გასცემენ ერთმანეთს და მოიძულებენ ერთმანეთს. და მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებენ მრავალთ და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. მარკოსთან წერია რომ ხოლო მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ თქვენი სული. აი ამ ვაებაში რომ გაივლის მთელი ეს სამყარო, კაცობრიობა, იცოდეთ რომ მოთმინება, რადგან აუცილებლად მოხდება ისე როგორც უფალი ამბობს. და ნახეთ, გიცხონდება და მე-14 მუქლი და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება თელს ქვეყანაზე ყველა ხალხის სამოწმებლად და მაშინ მოიწევა დასასრული. ანუ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი რა ყოფილა თურმე დასასრულის? იქადაგება რა? იქადაგება ეს სახარება თელს ქვეყანაზე ყველა ხალხის სამოწმებლად. ხო? აი ხლა მე მინდა ნახეთ სულ რამოდენი მე ხლა სტატისტიკურად რო ესენი ჩამოვთვალო ძალიან ბევრი დაგჭირდება. მე მგონია სულ რამოდენიმე მაგალითზე გაჩვენოთ როგორ სრულდება ეს ქრისტეს სიტყვები. ნახეთ? აი ეს პირველ რითიც დავამთავრეთ იმით მინდა დავიწყოთ. იქადაგება ეს სახარება მთელს ქვეყანაზეო, ხო? მე აი ძალიან დამაინტერესა თვითონ ეს საკითხი, როცა ამას ითხოვობდი თავის დროზე და აი მე ამოვწერე ეს რომ აი გასაგები იყო. აქ რომ ამბობს ყველა ხალხის სამოწმებლად, იქ ბერძნულში ხო ბერძნულად არის. წერია რა? ეთნოსი. და ეთნოსი რა არის? სუსი თარგმანი ჩვენი ქართულად ეთნოსის რა არის? ერი, ნაცია, ერი. ანუ ქრისტე ამბობს რომ ყველა ერში, ყველა ნაციაში, ყველა ეთნოსში იქადაგება ეს სახარებაა, ხო? რამდენი ნაცია არსებობს დღეს სოფლიოში? სადღაც 200-მდე, ხო? 193, 95, ხო? აი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რომ არის, იქ არის როგორც სახელმწიფო. დღეს ნაცია და სახელმწიფო, ერი და სახელმწიფო ერთი და იგივეა, ხო? ის გაერო იმას კი არ ითulis, მაგალითად, რამდენი ხალხია. ხალხები ათასობით ძალიან ბევრი ხალხია. მაგრამ გაერო ითulis, რამდენი სახელმწიფოა, ხო? რამდენი ერია სოფლიოში და დაახლოებით 200-მდე, 193, 195, ხანდახან ზოგი უქმდება, ზოგი ეხლა არსდება. ესმით? ნახეთ, 193. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველა ერში შესულია სახარება? კი, ყველგან არის უკვე. ეხლა მე გეტყვით, ნახეთ, რამდენი ენა არსებობს სოფლიოში? 7000 ენა, ცოტა მეტი. ენა, ანუ ერი და ხალხი და ნაცია რო გავასხვაოთ, აი ის მაგალითი ავიღოთ. აი მაგალითად ქურთები მაგალითად. ისინი მათ ხომ სახელმწიფო არ გააჩნიათ? ანუ ქურთები დღეს ერი არ არის ამ გაგებით. სახელმწიფო არ არის, ხო?
მაგრამ ხალხი ხომ არის ქურთები. საცხოვრობენ თურქეთში, ერაყში, სირიაში, ხომ? მაგალითად უდმურტელები რო არიან. საცხოვრობენ, რომელ სახელმწიფოში ცხოვრობენ? რუსეთში. მაგრამ უდმურტელები არის ხალხი. ხალხია, ცალკე ხალხია, გესმით, მაგრამ ხალხი და ერი სხვადასხვა რამეა. რუსები არის ნაცია, ხო, დიდი ნაციონალური სახელმწიფო. ყველა არის პასპორტი, ყველას აქვს რუსული, ხო? მაგრამ იქ უამრავი ხალხი ცხოვრობს, ხო? ბაშკირები, უდმურტები, ჩუქჩები, 1000 ვიღაც, ხო? გესმით? მაგრამ რუსული ხო ყველა მიცის. ხო? მაგრამ ბიბლია ხო რუსულად ნათარგმნია. ანუ ყველა ხალხის ენაზე არ არის ბიბლია, მაგრამ ყველა ერის ენაზე ბიბლია ნათარგმნია უკვე, გესმით? ანუ ყველა ხალხს შეუძლია, ბატონო, სახელმწიფო ენაზე. აი მაგალითად, ესეც საოცარი რაღაც არსებობს, იუჩი არის თურმე ეგეთი ხალხი, რომელშიც სულ რამოდენიმე ადამიანია. სულ რამოდენიმე, ყველა დაიხოცა ხალხი და გონი ერთი კაციღაა დარჩენილი ამ იუჩის წარმომადგენელი ამერიკაში ცხოვრობს. ამ იუჩის ენაზე ლაპარაკობს ეს კაცი მხოლოდ, იმიტომ რომ ყველა დაიხოცა მის გარდა, მაგრამ ინგლისურიც ხო ვიცის ამ იუჩის წარმომადგენელი, ინგლისურიც ხომ ვიცის? აუ შეუძლია აიღოს ბიბლია და წაიკითხოს ინგლისურად, ხო? ესმით, ანუ ისე რომ ვამბობთ რომ ყველა ერის საწამებლად იქადაგება სახარებაო, მოდი ახლა ვნახოთ ბიბლიური საზოგადოება რას ამბობს. რამდენ ენაზეა ნათარგმნი ბიბლია? აი ესეც სტატისტიკურად ბიბლია ნათარგმნია, ბატონო? ახლა გეტყვი მაგას, უყურე, ჩვენ რა ვთქვით, რამდენი ერია სახელმწიფოა 195, ხომ? ბიბლია ნათარგმნია 769 ენაზე. გესმით? სახელმწიფო ხო ჩვენ 195 გვაქვს და 769 ენაზე არის ბიბლია ნათარგმნი. ანუ ყველა სახელმწიფო ენაზეა ბიბლია ნათარგმნი. გესმით? და ბიბლიური საზოგადოება ახლა ცდილობს, რომ საკუთარ ენებზე უთარგმნოს იმ ხალხს, რომ იმათანაც საკუთარ ენაზე მივიდეს. გესმით? და ახალი აღთქმა 1755 ენაზეა ნათარგმნი. ნო, ენა ხო 7000-ია სულ, 1755-ზეა ნათარგმნი სახარი. ხო, ნუ ძნელი სამუშაოა და ანუ სტატისტიკურად ჩვენ რამდენი ადამიანია მსოფლიოში? 8.2 მილიარდია დღეს მსოფლიო ადამიანი. 80%-ს ბიბლია აქვს. გესმით? საშუალება აქვს რომ თავისთვის გასაგებ ენაზე წაიკითხოს ბიბლია. ანუ სახარება ნაქადაგებია თითქმის თელ დედამიწაზე. ანუ ხო, ნახეთ, ლეღვი დარბილდა, ტოტი დარბილებულია. ჩვენ ახლა 200 წლის წინ ეს ასე არისო, ხომ ასეა? 200 წლის წინ ვერავინ ვერ იტყოდა რომ თელ სოფლიოში ნაკადაგებიო. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან დარბილებულია ის ტოტი. რაღა დარჩა? ესენი გამალებული მუშაობენ ბიბლიური საზოგადოება რომ უფრო მეტი ითარგმნოს. 100 წელიწადში, 50 წელი შეიძლება 100%-ზე ავიდეს ის რომ ყველას ჰქონდეს ბიბლია. ვიდა? ხო, ხო, ხელოვნური ინტელექტი კიდე ყველა თვითონ თარგმნის ავტომატურად, მაგრამ ის არ იქნება ზუსტი თარგმანი, ამიტომ ვერ ვენდობთ, ხო? ამიტომ მეც რა ისიც მომიდა რომ ხედავთ, აი ის ნიშანი რომელიც ქრისტემ გითხრა, როგორ ასრულდა, სრულდება 80%-ს უკვე თავის ენაზე აქვს წმინდა, ანუ იქადაგებია სახარება თითქმის თელ მსოფლიოში. აი მეორე ნიშანი. აქედან ომები. როცა ისრაელი დააქცია რომის იმპერიამ, ხო და შეიერთა როგორც თავის ერთ-ერთი პროვინცია, იერუსალიმი განადგურდა, იქ დაახლოებით მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. მილიონი ადამიანი გაწყდა და 135 წლიდან ებრაელებს აეკრძალათ ისრაელის მიწაზე ცხოვრება. რომმა აუგრძალა იქ ცხოვრება, და სულ აჯანყებაში იყვნენ, ხო? სასტიკი ომი იყო. იუდეის ომი არის ერთ-ერთი უმძიმესი ომი სოფლიოში, რაც ცნობილია. ომების სტატისტიკა, აი შეიძლება თქვენ თვითონაც დაინტერესებთ და ეხლა ყველაფერი ხელმისაწვდომია, ხო? განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის იმაში. და ChatGPT-ის ეპოქაში ყველაფერი ხელმისაწვდომია. ომების სტატისტიკა ნახეთ. ყველაზე დიდი და სასტიკი ომები და მსხვერპლის მიხედვით ყველაზე დიდი ომები როდის იყო? ყველაზე დიდი ომები მსხვერპლით არის ბოლო 10, ასე ყველაზე 6 აქედან არის მე-19-მე-20 საუკუნეებში. წარმოგიდგენიათ? ანუ ჩვენს ეპოქაში. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომია დგას პირველ ადგილზე, აი გერმანია.
ხო 60 ზოგი 70 მილიონი დაიღუპა 60-დან 70-მდე ხო ამაზე დიდი მსხვერპლი არასდროს ეპოქაში არცად არ ყოფილა არც ერთ ეპოქაში დემსოფლიოში ხო ბატონო და ქრისტე რო ამობს რომ იქნება ომები და ომების ამბები ხო შემთხვევით ხო არ ამობს უფალი ამას ახლა ვიღაცა იტყვის კაცო ალექსანდრე მაკედონელის დროსაც იყო ომები რა მაშინ მაგრამ მსხვერპლით იზომება ომის სასტიკი ხო როცა უფალი ამბობს რომ სასტიკი ომები იქნება ეს ნიშნავს რომ მსხვერპლი იქნება დიდი და 70 მილიონამდე დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში ადამიანი და თან საინტერესო რა არის მთელი მსოფლიო იყო ჩართული ამ ომში ჩვენ რო სამამულო ომი გვასწავლეს ბავშვობაში ეს კი არ არის მთელი მსოფლიოს ყველა კონტინენტი იყო დაყოფილი მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და მთელი მსოფლიო მონაწილეობდა ამაში ნახეთ ცოტა წინ წავიდეთ მეორე ადგილას რომელი ომი დგას პირველი მსოფლიო ომი ხო 14-18 წლებში ისიც მე-20 საუკუნეში იქ მსხვერპლი იყო 17 მილიონი ახო 60-ზე ზევით იყო იქ 17 მილიონი იყო და იქ 40 სახელმწიფო მონაწილეობდა მსოფლიოში იქ მთელი მსოფლიო არ მონაწილეობდა ნახეთ ვაებანი როგორ იზრდება და მატულობს მესამე ადგილას დგას მაგალითად ნაპოლეონის ომები მე-19 საუკუნის დასაწყისში იქ ძნელია მსხვერპლის გარკვევა მაგრამ ამობენ რომ 6 მილიონი 7 მილიონამდე დაიღუპა ადამიანი და იქ 10 სახელმწიფო მონაწილეობდა მხოლოდ ნახეთ ნაპოლეონი მესამე 10 40 სახელმწიფო და მეორე მსოფლიო ომში მთელი მსოფლიო მონაწილეობდა ამ ომში და 70 მილიონი თომაც იყო მსხვერპლი ხედავთ ვაებანი როგორ იზრდება კიდევ ერთი აი ეს არის სტატისტიკა იმისი შიმშილობანი იქნებაო ხო როგორ გონია ყველაზე დიდი შიმშილობები როდის იყო აი მე ეს სტატისტიკა რო ამოვიღე ნახეთ ცნობილია 72 ყველაზე დიდი და საშინელი შიმშილობა მსოფლიოში 72 ძველ ანტიკურ დროში და ჩვენთან 72-დან 15 ყველაზე მძიმე შიმშილობა იყო მე-19 საუკუნეში სულ ახლახანს 100 წლის წინ 25 ანუ იმაზე მეტი ყველაზე მძიმე შიმშილობა იყო მე-20 საუკუნეში და 10 იყო 21-ში წარმოგიდგენიათ ანუ მე-19 მე-20 და 21 საუკუნეები იკავებს 50 ადგილს იმ 72-დან აი როგორ მომატებულია ვაებანი იმ შიმშილობების და ეცხოვნობით 10-12 მილიონი დაიხოცა ჩინეთში მე-20 საუკუნეში და ასე გრძელდება ეს სტატისტიკა. ასევეა მიწისძვრებზე და ასევეა აჯანყებებზე, არეულობებზე, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს სტატისტიკა. ნახოთ და ეს არის ნიშნები, რომ ინტენსიურობა ამ ვაებათა იზრდება. და ნახეთ, აი ახლა ეს ყველაფერი განვიხილეთ, იქ არის აღწერილი ნათქვამი, რომ იქნება გაცემა ერთმანეთის, ღალატი, რომ არაფერი აღარ ფასობს ადამიანური ხომ, ასმენენ, აი მაგალითად ჩვენაც გავიარეთ საბჭოთა კავშირის პერიოდი ხომ, ყველა დამსმენი იყო. თითოეულ სადარბაზოში, მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში, თითოეულ სადარბაზოში ვიღაცა დამსმენი იყო. ეკლესიაში რო შედიოდი მაგალითად ხომ, იქ ვიღაცა იყო, ვინც დამსმენი იყო და დაგინახავდა რომ ეკლესიაში შედიხარ, საბჭოთა კომუნისტების დროს და გაბეზღებდა. მერე მამაშენს მოხსნიდნენ სამსახურიდან და პარტიიდან გარიცხავდნენ. აი ამებზე ამობს უფალი და კიდე მთავარი რა არის? ურჯულოების გამრავლების გამო სიყვარული გაქრება ხალხში. მე ამასთანავ აი ერთი კვირის წინ მე თვითონ წავაწდია აი ამ საშინელებას რა, რომ ადამიანს ადამიანობა დაკარგულია. წასული ვიყავი ზაბრუკენში წირვა მქონდა და ტელეფონი გზაში დამეკარგა. ჩემი საკუთარი ტელეფონი. ხო ხედავთ რა ძნელია ხა ტელეფონი რომ დაგეკარგება? მატარებაში, მადლობა ღმერთს, მე უპოვია და ჩაუბარიბე და ვიპოვე. სასწაული მოხდა. მაგრამ წარმოიდგინეთ რა გზაში ვარ, საღამოს 8 საათია, სადღაც ზაბრუკენთან, სადღაც ახლოს რომელიღაც პატარა სადგურზე. ნახე რომ არ მაქვს ტელეფონი, ბილეთი იქ მაქვს, ყველაფერი იქ მაქვს, ხო? თან იგა ყველაფერი შენი მონაცემები, ბანკები, 1000 რაღაცა და ნუ წუხარ, ხო? სადგურებზე ხო ტელეფონები არ არის ის ადრე ავტომატები, სადაც ახლა რა გინდა, პირველ რიგში რა გინდა რომ ვიღაცამ ტელეფონი გათხოვოს, რომ დარეკო და რაღაცა მოაგვარო, ხო ტელეფონით ვიღაცას თხოვო, რომ იქნება რაღაცან დაგეხმაროს. არავინ ტელეფონი არ მათხოვა. აი გაოგნებული ვიყავ. 6-7-8 კაცს, აი ახალგაზრდებს შენ, ზოგს ჩემხელებს, ზოგს მეუთხე აი ესეთ მომარეობაში ვარ. თან ახლა
ისე ხო არ ვიყავი ბანდიტივით ჩაცმული, ხო, რაღაცა გდელი ვიყავი, რაღაცა და თან უფასოა ზარი და ვეკითხები რომ ტელეფონი დავკარგე, ჩემოდნით ვიყავი, ახლა ხო არ გავარი მას რომ ტელეფონს გამოვარდე და გავიქცევი, ხო? და მეუნები ანუ იცით უნგერნ მეუნება ერთი კაცია, ნუ რა უნგერნ კაცო, კაცი გაჭირვებული გთხოვს დახმარებას რომ რამოდენიმე წამი დამარეკინე და ის უნგერნო მეუნება. ნუ არ ვერა, იქნება სხვა სწავლობთ და მე მოხდა ესეთი სასწაული, ხო? აი განელებულია სიყვარული ადამიანის გესმით? ახალგაზრდა ბიჭს ვეუბნები რომ ისა შეიძლება და იცითო მე სამსახურის ტელეფონი მაქვს და მხოლოდ სამსახურის ზარებს ვაკეთებ. მეორე ხო და მე მოხდა სასწაული, მაგრამ ვიღაცებში რჩება ეს სიყვარული და გაჩერდა მატარებელი უკვე და ნუ ვერ დავრეკე რა, ვფიქრე რა ჯანდაბას რაც მოხდება, ხო? ნუ როცა ჩავალ, ხო? ან ბილეთი არ მაქვს, ნუ გადავიხდი ჯარიმას, ხო და მატარებელს უკვე შეასრულთან დგავარ და მორბის ვიღაც 19-20 წლის ბიჭი ახალგაზრდა რა, ხო და მეუბნება რომ უკაცრავად თქვენო ეხლა ტელეფონი გინდოდა თო იქ, იმან თქვა დაინახა და ბოლო კაცმაც რო არის მითხრა გავბრაზდი და ხმამაღლა რაღაც უხმაყოფილო თქვი და წამოვედი გაბრაზებული, თქვა დაინახა ამ ბიჭმა რა. ხო და წამომეწია და მეუბნება იქო თქვენო დარეკვა გინდოდა თო და ხო მეთქი, მაგრამ ნუ ასეთ სიტუაცია მეთქი და მე გაგარეკინებ თუ ეს ბიჭი მეუბნება. და ხო გერმანიაში რეკავდა კი მეთქია და დამარეკი თვითონ მოვიდა, ნუ ჩდება მაინც ადამიანები არიან, მაგრამ უმრავლესობაში განელებულია აი ეს სიყვარული. ურჯულოების გამო რას ნიშნავს, რომ ურწმუნოების გამოა განელებული ეს სიყვარული. იმიტომ რომ ღმერთი დაივიწყეს, ძმები დაივიწყეს, მოყვასი სიყვარული დაივიწყეს და განელებულია რა, მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვს. ბატონო? რა თქმა უნდა, სხვა რამე ეგოიზმი. ზუსტად. აი უღმერთობა იწევს არა ადამიანობას. ტყუილია, როცა ამბობენ რომ მორწმუნე თუ არა ვარ, არ ვიქნები ადამიანი, არა, ვერ იქნები. შენ შეიძლება იყო, მაგრამ შენი შვილი უკვე არა ადამიანი იქნება. გესმით? ის ნაგვებს მოულის ის უნახოთ. ზუსტად ამაშია საქმე. აი ერთი ესეთი ცნობილი მაგალითია, რომ ერთი ღვთისმეტყველი ლაპარაკობდა, რომ ისაო, იციო, ერთხელ ერთ სოფელში მქონდაო ქადაგებაო და მოვიდაო ერთი ხანშესული ესეთი კარგი ესეთი წარმოსანდომიანი წარმოსადეგი კაცი და მეუნებაო, ისითო აი გისმენთ და მე ხლა არ ამწამსო ესეო და აი ესეთი კითხვა მაქვსო რომ აი მე რო არ მწამდესო რა, არ ვიქნებიო კარგი ადამიანიო? რატო რა ხო ვიცი ზნეობა რა, მორალი რა არისო? მე უთხარიო და ძალიან საგულისხმო პასუხია. მე უთხარიო რომ თქვენ იქნებითო, იმიტომ რომ დედა თქვენი და იმის წინათაობა კიდე მორწმუნეები იყვენო და თქვენ თუ ჩაწყვეტთ ამ ჯაჭვს და თქვენ დაივიწყებთ ღმერთს, თქვენი შვილი უკვე არა ადამიანი იქნება. გესმის? ამას რატომ აქვს ეს ადამიანობა? იმიტომ რომ მისი წინათაობები ძველი ხალხი მაინც მორწმუნე იყო, მაინც ღმერთის ხალხი იყო, ხო? და ამას შემორჩენილი აქვს ეს ადამიანობა. და მე უთხარი, თავის დაუნებურად, გესმით? მაგრამ თუნდაც დაივიწყა ღმერთი. მე უთხარიო რომ აი შენი შვილი უკვე არა ადამიანი იქნება და მართლაც ეს ხდება და ამას წინასწარმეტყველებს ქრისტე. და გადახედეთ დღევანდელი მსოფლიოს რა ხდება. და ნახეთ მე-15 მუხლი ტექსტს რო დაუბრუნდეთ. ანუ საკადება იქადაგება ყველა ერში და აი აქ მივედით. მე-15 მუხლი არის აი აქ. და ნახეთ ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს, წამკითხველმა გაიგოს, მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ და ერდოზე მყოფნი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახელიდან რა იმეს წამოსაღებად და მინდვრად მყოფნი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად და ვაი ფეხმძიმეთა და მეძუძურთა იმ დროს ილოცეთ რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში ან და შაბათს, რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე და არც იქნება და რომ არ შემოუწყლებული იყვნენ ის დღენი ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. ნახეთ, აქ ამბავი გითხოთ და რას ამბობს, რომ აი მოხდება რა გაპარტახების სიბილწეს რომ დაინახავთ. გაპარტახების სიბილწე არის ტერმინი ასეთი, რომელსაც აი წარმოუდგენელ ურჯულოებას რომ ნახავთ, იმას რომელიც დანიელ წინასწარმეტყველთან დევს, იცოდეთ რომ გაიქეცით იერუსალიმიდან. ვინც ახართ მთებში გაიქეცით, შეაფარეთ, სადღაც შეაფარეთ თავი, რადგან უკვე იწყება ის ბოლო ვაების დრო.
აი ეს არის. რა არის ახლა ეს გატიალების სიბილწე, რომელიც დანიელ წინასწარმეტყველთან დევს? ნახეთ? ეს არის ანტიქრისტეს გამოჩენა. და დანიელი ასე აღწერს ამას. ეს არის დანიელის მე-7 თავში, დანიელის მე-9 თავში და დანიელის მე-12 თავში. ნახეთ? მე-11 თავში, ბოდიში. დანიელთან მე-7 თავში ასე წერია. დანიელი ხედავს ხილვას. რა იქნება მსოფლიოს ისტორიას ხედავს, რომ რომელი სამეფო მოყვება და ყველა სამეფოს აქვს თავისი სიმბოლო, ხო? და ბოლოს ხედავს დავაკვირდიო, რომ გამოჩნდა მე-4 მხეცი, ანუ რომის იმპერია ეს მე-4 მხეცი და საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი, რკინის ვეება კბილები ჰქონდა, იგი თქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა, გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და 10 რქა ჰქონდა. ანუ ეს ბოლო მე-4 მხეცი არის რომის იმპერია, ჭამს, თქავს, ანადგურებს ყველაფერს. რომი იყო ყველაზე საშინელი და დიდი იმპერია იმის სპარსეთის, ბაბილონის, საბერძნეთის შემდეგ, ხო? და შემდეგ მე წერს და დავაცქერდი ამ რქებს და აჰა მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა მოვიდა და 3 ძველი რქა ძირიანად ამოაგდო და ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა. ეს 10 რქა ნიშნავს 10 იმპერატორის მეფობის ეპოქას რომში და შემდეგ წერს რომ ამ რომის მეფობიდან ერთმა რქამ მოვიდა კიდე, რომელსაც კაცის მსგავსი იყო და ამპარტავნულად ლაპარაკობდა. ეს არის ანტიქრისტეს გამოჩენა. მაგრამ რომთან რატომ არის დაკავშირებული ეს ანტიქრისტი? იმიტომ რომ რომის იმპერია რაც იყო მაშინ, დღევანდელი ევროპა, დასავლეთ სამყარო დაახლოებით იგივეა, იმავე ტერიტორიაზეა, რაც იყო მაშინ რომი. ანუ დანიელი წინასწარმეტყველებს რომ ის მსოფლიო ურჯულო დიქტატორი, რომელიც ეშმაკის ძალით საშინელ მეუფობას დაამყარებს, ევროპაში ჩნდება. ევროპაში. და მას ყავს მისი მოკავშირე, სად? ისრაელში. სრულ წინასწარმეტყველი, ისიც ანტიქრისტია, რა თქმა უნდა. ესეც ანტიქრისტი უბრალოდ ის არის ისრაელში შეიძლება სრულ წინასწარმეტყველი. ეს არის ეშმაკის ძალით მოქმედი რაღაცა დიქტატორი, რომელიც საშინელ ჩაგვრას ახორციელებს ხალხის. ნახეთ, ეს არის აპოკალიფსის მე-13 თავი. აი დანიელი რასაც იქ წერს, შემდეგ იოანეს გამოცხადებაში წერია იგივე. აი ეს არის დანიელის მე-13 თავი, რომ და დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი. 10 რქიანი, რაც დანიელთან იყო 10 რქიანი და 7 თავიანი. და მის რქებზე 10 გვირგვინი, მის თავებზე სახელები გმობისანი. და ეს მხეცი გავდა ჯიქს და აღწერს რომ პირი ქონდა მზვაობრად მეტყველი დიდი ორატორი იქნება ის, რომელიც გამოჩნდება დასავლეთ სამყაროში, ევროპაში როგორც ჩანს, და მგმობელი და მიეცა მას ხელმწიფება, რათა იბრძოდეს 42 თვე. 42 თვე. 42 თვე წლებში რამდენია? 3.5 წელი. მიეცა მას მეუფება რომ იბრძოდეს 42 თვე, ანუ 3.5 წელი. შემდეგ დანიელი აგრძელებს იოანე თავის გამოცხადებაში და ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი და ჰქონდა 2 რქა მსგავსი კრავისა და იზრახდა როგორც ურჩხული. შემდეგ ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამოდის. მიწა რომელი ქვეყნის სიმბოლოა ბიბლიაში? ისრაელის. და ზღვა არის სოფლიოს სიმბოლო. ის პირველი მხეცი ზღვიდან ამოდის, ანუ სოფლიოდან, ეს ამოდის მიწიდან, ისრაელიდან და კრავის მსგავსი რქები ჰქონდაო და ურჩხულის იზრახდა, ანუ ამბობდა, ლაპარაკობდა როგორც ურჩხული. კრავის მსგავსი რქები რატომ ჰქონდა? კრავი ვინ არის? ქრისტე. გავს მას, იმგვანებს თავს, ვითომ კრავია, მაგრამ ურჩხულივით ლაპარაკობს. გესმით? აი ეს არის ის წინასწარმეტყველება, რასაც ჩვენ გვაინტერესებს, რომ აი იმ ბოლო 7.5 წელიწადში ის დიქტატორი, ზღვიდან ამომავალი მხეცი და ანტიქრისტე მისი მოკავშირე პირველ 3.5 წელიწადში განამტკიცებენ ერთმანეთთან კავშირს. ბატონო? ხო, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ ჩვენ დღესაც ხო ხედავთ ჩვენ რომ
ისრაელი დასავლეთის გარეშე არაფერია, ხო? მას ჭირდება დასავლეთის მოკავშირეობა. აი ამერიკა არის ყველაზე დიდი მოკავშირე ისრაელის, ხო? მაგრამ ამერიკაც ხო ფაქტობრივად დასავლური სამყაროა. იგივეა, ხო? იმიტომ რომ ამერიკას ვინ დააარსა? ევროპელებმა, ხო? ანუ ეს რომის იმპერია აღდგენილი. და ნახეთ, ის რომის იმპერიაზე ასე წერს, რომ რომელიცო დაიჭრა, მაგრამ არ მოკვდაო. ანუ რომის იმპერია დაიქცა, მაშინ დაიშალა, მაგრამ ევროკავშირმა ფაქტობრივად აღადგინა ის ყველაფერი. იგივე ქვეყნებს მოიცავს თითქმის როც მაშინ იყო ძველად. გესმით? აი ეს არის გატიალება, რომელიც დანიელთან წევს, გატიალების სიბილწეო. და მთავარი გატიალების სიბილწე რა არის? ნახეთ, ეს არის დანიელის მე-11 თავი. აი ეს მეფე, ეს ანტიქრისტე. თავის მე-11 თავის 26 მუხლი, აი დანიელი რას ამბობს? თავის ნებაზე მოიქცევა მეფე, ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და საკვირველს ილაპარაკებს. აი ეს ვინც გამოჩნდება ისრაელში, ეს ანტიქრისტე, ხო? მეფობას მიიტაცებს, ილაპარაკებს საკვირველს, იწინასწარმეტყველებს, ანუ იქნება დიდი ორატორი ესეც და ღმერთთა და ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება. ღმერთის წინააღმდეგ დაიწყებს საუბარს. ეს უკვე რომელია? მეორე, აი ეს დრო როცა ხალხი მიხვდება რომ ის რასაც ლაპარაკობდა მაცდური იყო. ის არ არის ქრისტე, ის სატანის მეუფების ქვეშაა და ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ დაიწყებს ლაპარაკს და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ მოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია უნდა აღსრულდეს. ღვთისგმობას დაიწყებს ის ანტიქრისტე, რომელიც ისრაელში გამოჩნდება. ქრისტე რას ეუბნება იოანეს სახარებაში? მეო, ჩემი სახელით მოვედი და არ მიიღებ. მამა ჩემის სახელით მოვედიო და არ მიიღებთო. და ისო თავის სახელით რომ მოვაო, აი იმას მიიღებთ. აი ამაზე ამბობს, რომ ანტიქრისტე იქნება ღვთისგმობელი. და 37 მუხლი ნახეთ, აი ეს არის გატიალების სიბილწე. არც მამა პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას და არც დედათა გულის თქმას. არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება. სამაგიეროდ ციხესიმაგრეთა ღმერთს განადიდებს და მისი მამა პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო ვერცხლით, ძვირფასი ქვებით და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს. ის ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე, ვინც მას აღიარებს, პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს დაურიგებს საზღვაურად. მამა პაპის ღმერთს, ანუ ბიბლიის ღმერთს უგულებელს ყოფს და ციხესიმაგრეთა ღმერთს განადიდებსო. რა არის ციხესიმაგრეთა ღმერთი? აი კაპიტოლიუმი სად არის? ხო, მაგრამ კაპიტოლიუმი სიტყვა ნიშნავს ციხესიმაგრეს. სიტყვა. და კაპიტოლიუმი რომელ ქალაქში იყო? კაპიტოლიუმი რომი. ციხესიმაგრეთა ღმერთი არის იუპიტერი, რომაული წარმართული ღმერთი. გესმით? რომი ხო 7 იმაზე იყო გაშენებული, 7 ბორცვზე და იუპიტერ კაპიტოლინა ერქვა ციხესიმაგრეთა მფარველ წარმართულ ღმერთს იუპიტერს. და ამაზე წერს დანიელი ქრისტემდე მე-5 საუკუნეში, რომ ის ბიბლიის ღმერთს დაივიწყებსო და ციხესიმაგრეთა ღმერთს განადიდებს. ანუ წარმართული იქნება მისი რწმენა. თაყვანისცემა ღმერთს იქნება ის ძველი, რაც რომის რწმენა იყო და პატივს მიაგებს იმათ, ვინც მას დაემორჩილება და დაურიგებს ქონებას, საზღაურს მისცემს. აი ხო წერია რომ ნიშანს დაადებსო ხელზე შუბლზეო და არავის აღარ ექნება უფლება გაყიდოს ან იყიდოს რამე და მის კანჭებში იქნება უკვე ისრაელში ხალხი პირველ რიგში. და რადგან მოკავშირეა მისი ევროპაში ეს დიქტატორი, ხო? ეს ერთი მართლობა, ხო? აიმიტომაც ეშინია დღეს ადამიანებს ეს ID ბარათები, სამ ჩიპების, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცნაირად გავს იმ ტოტალურ კონტროლს, რომელიც შეიძლება მაშინ იყოს, ხო? ჩვენ ხო აი ტელეფონის დაკარგვაზე რომ მოგიყევით, მე თვითონ დათგუნული ვიყავი, რატო იცი? როგორ დამოკიდებული ვარ თურმე აი ამ ერთ ჩიპზე. დავკარგე თუ არა, როგორც ადამიანი ვარ აბსოლუტურად ჰაერში გამოკიდებული. და მე თვითონ აი ამაზე ვფიქრობდი, თელეგზა რომ მოდიოდი, ღმერთო რა არის ეს, რომ ტელეფონში ხო ერთი ჩიპი და სხვა რა დევს.
და როგორი დამოკიდებული ხდებით უკვე. ხო და ხომ შეიძლება მართლა რომ ეს ძალაუფლება ხომ შეიძლება ბოროტ ადამიანებს ჩაუვარდეს ხელში, ბოროტ ადამიანებს ჩაუვარდეს, ყველაფრისთვის გამოიყენოს. ხო, შეიძლება ჩავარდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ნახეთ, აი ეს ანტიქრისტეს გამეფება ისრაელში როგორ აქვს აღწერილი აპოკალიფსისში იოანე ღვთისმეტყველს. ნახეთ, ეს არის მე-13 თავი. დავიხილე სხვა მხეცი ამომავალი მიწიდან და ქონდა ორი რქა მსგავსი კრავისა და იზრახდა როგორც ურჩხული და მოქმედებს მის წინაშე პირველი მხეცის თელის ხელმწიფებით, ანუ ისა მისი მოკავშირე ხელმწიფებით და აიძულებს თელს დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანისცენ პირველ მხეცს, ანუ იმას ევროპელ დიქტატორს, ვისი სასიკვდილო წყულებებიც განიკურნა. ხო თქვით რომი დაიჭრა, დაინგრა, მაგრამ აღდგა ისევ, ანუ ამაზე ლაპარაკი. და იქმს აი ეს ანტიქრისტე ისრაელში, იქმს დიად სასწაულებს, ისე რომ ზეციდან ჩამოაქვს ცეცხლი ქვეყნად კაცთა წინაშე და აცდუნებს მიწის მკვიდრებს სასწაულებით, რომელთა ქმნაც მიეცა მას მხეცის წინაშე და ეტყვის მიწის მკვიდრებს შექმნან ხატება მხეცისა, რომელსაც აქვს წყლული მახველისაგან და არის ცოცხალი. ანუ რომი უნდა განადიდონ. მის მომხრეებს აიძულებს რომ განადიდონ რომი. რაღაც ხატებას ქმნის ამ რომისა და რომის მართლობის, ანუ ევროკავშირის ფაქტობრივად დასავლური სამყაროს ეს კიდევ რა არის ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ეხლა პირდაპირ ვთქვათ რომ ევროკავშირია მხეცის ასეც არ შეიძლება. ნუ დავაკვირდეთ და როცა მოხდება მე მივხვდები. რა რომელია ის დასავლური სამყარო რომზეა ლაპარაკი. ანუ რომის რაღაცა მემკვიდრე უნდა იყოს, რადგან რომი დაიჭრა, განადგურდა, მაგრამ აღდგა ისევ, ხო? ამიტომ სიფხიზლეა საჭირო ვიყურებოდეთ ასე. დიახ? დიახ. კავშირი, რა თქმა უნდა, აბა რა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს წარმოუდგენელია, რომ აი ამ რა თქმა უნდა, გეთახმეთ, დღეს წარმოუდგენელია, რომ აი ევროპულ დასავლურ სამყაროში როგორ უნდა გაიმარჯვოს ერთმა დიქტატორმა, ხო? ნუ წარმოუდგენელია ჩვენთვის, ხო? თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი. ხო? თუ აი ხა რასაც ხედავ ჩვენ შეერთებულ შტატებში, ესეც წარმოუდგენელი იყო იქ რაც ხდება. მაგრამ ხო ხდება? ამიტომ ეს იქნება რაღაცა ხელმწიფება, აი გავლენის სფერო რაღაცა. ეს რაღაცა სისტემა იქნება, სისტემა, რომელიც და არა ერთი შეიძლება იყოს ერთ კაცზე ლაპარაკი. დიახ. და იქმს ისე რომ ყველას მცირეს თუ დიდს, მდიდარს თუ გლახაკს, თავისუფალს თუ მონას, ყველას აღბეჭდავს ნიშნით მარჯვენა ხელზე და შუბლზე და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი. სახელი მხეცისა თუ გაქვსო გაყიდიო. რა არის ეს სახელი მხეცისა? აი ქრისტეს რომ მიუტანეს ის დინარი, რა იყო ზეთ? კეისარის ხატი იყო ზეთ, ხო? და იმ კეისარის მონეტის გარეშე ვერ წყიდნენ და ვერც გაყიდიდნენ. ანუ რაღაცა სისტემა, რისი გამოყენება ჩვენ მიგვაჩვიეს და იმის გარეშე უკვე ვეღარ ვარსებობთ. აი ამაზეა ლაპარაკი, ხო? და ეს ეკუთვნის იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს იმ დროს ევროპაში და მის მოკავშირესთან, ხო? აი ასე შეგვიძლია ის წარმოვიდგინოთ. აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება გამოთვალოს მხეცის რიცხვი, ვინაიდან ესაა მხეცის რიცხვი კაცისა და რიცხვი მისი არის 666. ხო, ეს 666 არის იდუმალი რიცხვი, ხო, ბევრნაირად განმარტეს ეს, ხო, ზოგი ამბობს რომ ჰადრიანეს ნიშნავს, იმპერატორ ჰადრიანეს, რომელმაც დევნილების დროს, ზოგი ამბობს ნერონია, ზოგი ამბობს, თქვა, ნიშნავს იმ ოქროს, რომელიც სოლომონს მიუტანეს 670 კანკარი ოქრო მიუტანეს სოლომონს ძღნად. ნუ ბევრ რაღაც გამარტება, მაგრამ მაინც იდუმალია ეს რიცხვი, ალბათ როცა მოხდება, მაშინ უნდა შევიცნოთ, რომ ამას გულისხმობდა იოანეს გამოცხადება, ხო? და ნახეთ, აი ესე რომ დავუბრუნდეთ მათეს სახარებას, რომ როცა დაინახავთ აი ამას რომ დაინახავთ, რომ გამეფდა ეს მხეცი ზღვიდან ამომავალი დასავლურ სამყაროში, რომის მემკვიდრე სისტემაში და როცა დაინახავთ, რომ მიწიდან ამომავალი ან კრავის მსგავსი გამეფდა ისრაელში,
სრულ წინასწარმეტყველი იცოდეთ რომ გაიქეცით იერუსალიმიდან. იცოდეთ რომ ახლოს არის ძალიან დასასრული, ხო? და ისე სწრაფად უნდა გაიქცეთ რომ სახში რო დაგჭეს რაიმე ტანსაცმელი არ მიბრუნდე ასაღებად. ხო, ერდოზე თუ ხარ, ერდოდან გადახტი და წადი, აღარ შეხვიდე სახში ეუნება. იმიტომ რომ მალე იქნება უკვე დასასრული და იქნება დიდი დევნილება და ტანჯვა და უფალი აქ პირდება რომ არ შემოკლებულიყვნენ ეს დღენი ვერავინ ვერ გადარჩებოდაო, მაგრამ რჩეულთათვის უფალი იზამს იმეს რომ ასატანი გახდება ეს დღე. ეს 7 წელი არ შემოკლდება, მაგრამ მორწმუნეთათვის ღმერთი იზრუნებს იმაზე რომ ასატანი გახდეს ეს დრო. აი მაგალითად ზოგიერთ დასავლურ ეკლესიებში, ევანგელისტურ ეკლესიებში შეიმუშავეს ესეთი რწმენა, რომ სანამ ეს ვაებანი დაიწყება, ქრისტემ მოვა და თავის ეკლესიას წაიყვანს. ხო, ზეცად ატაცებას როეცა. მე იმიტომ გეუბნებით ახლა თქვენ, ჩვენ ამისი არ გვწამს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს სწავლება არ გვაქვს. არ გვაქვს სწავლება ეს ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ იმათმა რატომღაც ეს ვაებას, აი შემოკლდებიან ის დღენი მათთვისო, ხო? და აი ასევე ხომ წერია რომ უფალსო ღრუბლებში შევეგებებით და მარადის უფალთან იქნება ღრუბლებშია უფალი. მიწაზე არ არის ჯერ. ანუ თქვენს რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ ქრისტე მანამდე მოვა და წაიყვანს თავის შეულხავს თავის ეკლესიას რომ ამ ვაებას განარიდოს და ეს არის სწავლება ზეცად აწაცების შესახებ რომელიც ჩვენ არ გვაქვს და აქვს მაგალითად ევანგელისტურ ეკლესიებს და ზოგიერთ სხვა ეკლესიებს და კიდევ ახლა რა მინდოდა კიდევ მეთქვა. უყურეთ, აი ეს ახლა რაც ჩვენ თქვით გატიალების სიბილწე. ხო თქვით რომ ქალისთვის პირველი ტკივილი მნიშვნელოვანიაო. აი როცა იერუსალიმის ტაძარი დაინგრა, მაშინაც მოხდა ეს გატიალების სიბილწე. მაშინაც დადგეს, როცა ტაძარი დააქციეს, იქ რომაული ღვთაება დადგეს. წარმოგიდგენთ იერუსალიმის ტაძარში ტიტემ როცა დაანგრია 70 წელს გადააკეთეს წარმართულ სალოცავად. ხო, დროშები შეიტანეს, იმპერატორის ძეგლი, ნიშნები და აელია კაპიტოლინა დაარქვეს იერუსალიმს, გესმით? იერუსალიმი კი აღარ ერქვა იმას. და ეს გატიალების სიბილწე აბა რა არის, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ერთადერთი მიუწვდომელი ღმერთის სალოცავ ადგილას რომაული სალოცავი დადგეს. და ნახეთ, იმასაც ეხება, თემურმა რო დასვა კითხვა, რომ იერუსალიმზეა ლაპარაკი თუ სოფლიოზეა ლაპარაკიო. იმას ეხება, დაიწყო ეს ტყივილები, სალმობანი და გრძელდება და ბოლოს იქნება აი ის, როცა ანტიქრისტე გააუქმებს მსხვერპლს, აი ის იქნება ტაძარში და სხვა ღმერთებს დაუწყებს თაყვანისცემას იერუსალიმის ტაძარში, აი ის იქნება კულმინაცია ამ გატიალების სიბილწის. მაგრამ ეხლა კითხვა ისმის ასეთი. ანუ იქ ტაძარი უნდა იდგას? ტაძარი ხო არ დგას იერუსალიმში. ანუ ტაძარში გააუქმებს ისო მსხვერპლსო. ხო, ანუ ვივარაუდეთ შეიძლება რომ იერუსალიმის ტაძარი იქ იდგება იმ დროს. ნახეთ რომ პავლე მოციქულის გვეუბნება მას. აი ეს არის საინტერესო. მე მინდა გითხრათ რომ ნახეთ რა მათეს სახარება ეს სამი ადგილი ჩვენ თუ გვინდა სრული წარმოდგენა შეგვექმნას მეტნაკლებად მეორე მოსვლაზე. აი ეს ადგილი დანიელ წინასწარმეტყველის წიგნი, ხო რაც თქვით? ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნი, გამოცხადება აპოკალიფსისი იოანესი და ასევე თესალონიკელთა მეორე წერილი. აი ეს ყველაფერი ერთად არის რომ შეგვექმნას წარმოდგენა სწორი როგორი იქნება ბეროს. ნახეთ, პავლე მოციქული რას წერს? თესალონიკელთა მეორე წერილის მეორე თავში. როგორც ჩანს, თესალონიკელებს ვიღაცან დააჯერა სრულ მასწავლებელმა, რომ მალე იქნება მეორედ მოსვლა. აი თავდება უკვე მალე იქნება და ისინი როგორც ჩანს წუხან იმაზე, რომ აი რა შეიძლება ბიცვალებულებს, რა გვეშველება ჩვენ, ნუ შიში აქვთ, ხო? და პავლე მოციქული ამ მეორე თავში რას წერს? უყურეთ. ხოლო გევედრებით თქვენ ძმანო, უფლის ჩვენი იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრებისათვის იოლად ნუ შეიძურებით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც თითქოს ჩვენგან მოწერილი წერილის გამო, ვითომც უკვე მოიწიაო დღე ქრისტესი. გთხოვთო ძმებო და დებო, რომ
ვიღაცა რაღაცას რო გეუნებათ, იცოდეთ, ნუ დაიჯერებთო, ნუ შეშფოთდებითო, რომ ვითომ ჩვენ მოგწერეთ რაიმე წერილი მეორედ მოსვლის შესახებ. როგორ ჩანს, აი რა მოხდა, ვიღაცა ცრუ წერილი მივიდათ მათ, ყალბი წერილი, პავლეს სახელით, პავლეს ხელით, რომ მეორედ მოსვლის დღე ახლოს არის და პავლე აი მეორე თესალონიკელთა წერილის ბოლოს ნახეთ რას წერს. მოკითხვა ჩემი პავლეს ხელით არის ნიშანი ყველა წერილზე. ასე ვწერ მე. ანუ ავტოგრაფს უგზავნის და აი მე ჩემი კალიგრაფია ეს არისო. და თუ იმე წერილს მოგწერ და რამე სრულ სწავლებას მოგიტანთო, არ დაიჯერდო. მე ასე ვწერ. და რას წერს ახლა პავლე თავის საკუთარი ხელით. ნურს ნურავი ნურას გზით გაცდუნებთ თქვენ რადგანაც არ მოიწევა ის დღე ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გაცხადდება ცოდვის კაცი ძე წარწმენის. არ მოვა ის დღე, აი ეს დღე მეორე მოსვლის დღე არ მოვა, სანამ არ შემოვა ჯერ განდგომილება რას ნიშნავს? რწმენისგან განდგომა და სანამ არ გაცხადდება ცოდვის კაცი ძე წარწმედისა. ვინ არის ეს? ანტიქრისტე. გამოჩნდა ანტიქრისტე ყავს ჩვენ ესე გავცხადებულად ცოდვის კაცი ხომ არა? ამიტომ ვერავინ ვერ გეტყვის რომ ხვალ იქნება. აი ანტიქრისტე როგორც კი გამოჩნდება ცხადად, აღსრულდება ის ყველაფერი რაც მასზე დაიწერა, ის ტაძარში დაჯდომა, მსხვერპლის გაუქმება, შეურაცხყოფა ღმერთის, უღმერთობა ხომ? მაშინ უკვე უნდა ვიცოდეთ რომ მალეა, ძალიან მალე იქნება. სანამ არ გაცხადდება ცოდვის კაცი ძე წარწმედისა. წინააღმდგომი და იმის მსურველი რომ თავზე მოექცეს ყველაფერს, რაც სახელდებულია ღმერთად და თუხთაებად. ასე რომ ღმერთის ტაძარში დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და ღმერთად მოგვაჩვენებს თავს. ანუ ის კაცი რომ გაცხადდება, ტაძარში დაჯდება, როგორც ღმერთი და ღმერთად მოგვაჩვენებს თავს. სრულ ქრისტე იქნება რა. ნუ თუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეტყოდით ამას და იცით თუ რა არ აძლევს გასახანს, რათა გაცხადდეს თავის დროს. ანუ მას იმ კაცს, ანტიქრისტეს გასახანს არ აძლევს რაღაცა, რომ გაცხადდეს. ჯერ შეჩერებულია. ღვთისნებით ჯერ არ აქვს მას უფლება რომ გაცხადდეს, ხო? იმიტომ რომ ის ხომ სატანის და ეშმაკის ძალით იმოქმედებს ის კაცი. და ამბობს რომ რაღაცა არ აძლევს მას გასახანს რომ გაცხადდეს. და რა არის ეს? რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება, მანამ სანამ შუაგულიდან არ აღიხოცება ძალა, რომელიც გასახანს არ აძლევს მას. ანუ ჩვენ შუაგულში არის რაღაცა ძალა, სანამ ის ძალა ჩვენ შორის იქნება, ის ვერ გაცხადდება, ის ვერ მოვა და ვერ გვავნებს. რა არის ის ძალა? სულიწმინდა ალბათ. ალბათ სულიწმინდის ძალა, რომელიც ეკლესიაშია. სიყვარული, ხო, ყველაფერი, ეს ყველაფერი სიყვარული, ღმერთის ერთგულება, სულიწმინდის ძალა, საიდუმლოებანი რაც ჩვენში არის. აი ეს ძალა ჯერ არ აძლევს მას გასახანს, რომ გაცხადდეს, ამბობს იოანე. და მაშინ გაცხადდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო წარხოცავს ბაგეთა თვისთა სულით და განაქაროებს თავისი მოსვლის გამონათებით. მას, ვისი მოსვლაც არის სატანის შეწევნით, მთელი ძალით და ნიშნებით და ცრუ სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით წარწმელ დილთათვის, რადგანაც არ შეიწნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო მათი ხსნა. და მათთვის, ვინც არ მიიღო რწმენა, არ შეიწნარა ჭეშმარიტება ქრისტესი, წარწმედაა მისი მოსვლა, რადგან ვერაფრით შეიცნობენ მის საშიშროებას და პირდაპირ მიენდობიან მას და პირდაპირ დაუწყებენ მას მსახურს და ეს სამსახურზე ეს ნიშნავს, რომ ეშმაკს მიენდნენ და დაღუპვისკენ მიყავს მას გარდაუვალი დაღუპვისკენ და იმასო თვითონო ქრისტეს პირის სული წახოცავს, ანუ ქრისტე დაამარცხებს თავისი ღვთაებრივი სულით, როცა გამოჩნდება იგი მეორედ. ანუ ხო გასაგები, ანუ ის გატიალების სიბილწე დაიწყო იერუსალიმში დაცემის დროს და შემდეგ ეს ყველაფერი გატიალება არ არის, ეს ურწმუნოება, ეს განდგომა, განდგომილება, რასაც ჩვენ დღეს სოფლიოში ვხედავთ და ბოლოს, აი იმ ბოლ 7 წელიწადში იქნება კულმინაცია ამ გატიალების სიბილწის ისევ იერუსალიმში. ამიტომაც ნახეთ, აი ჩვენ ამასთანავე გქონდა მოწმენეებთან საუბარი, რომ აი უყურეთ ბიბლია წინასწარმეტყველებს ასე
რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისას ისრაელში უნდა გამოჩნდეს ქრისტე. ბიბლიაში ასე წერია. აი ზაქარია წინასწარმეტყველი მაგალითად წერს, რომ შედგება მისი ფეხი ზეთისხილის მთაზე. სად არის ზეთისხილის მთა? ისრაელში, ხო? იერუსალიმში, ხო? აი ახლა ვიღაცას რომ ეთქვა ეს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ისრაელში უნდა მოხდეს 3 საუკუნის წინ, გაეცინებოდა ადამიანს, ხო? ხო ესე? რანაირად კაცო იქ ისრაელი არ არსებობს? ოსმალეთის იმპერიის ნაწილია, ან რაღაც უფრო ადრე არაბებს ქონდა დაპყრობილი, ხო? აი ხო და ვიღაცა ჩვენთვის ეთქვა, ვიღაცას ეთქვა, რომ აი ბიბლიაში რო გიწერიათ, რომ ზეთისხილის მთაზე უნდა შედგეს მისი ფეხი ისრაელში და ისრაელის ყველა ტომმა ტირილი უნდა დაიწყოს, მას რომ დაინახავენ. სადა? აგერ წერია პავლესთან, რომ ტაძარში უნდა დაждდეს ანტიქრისტეო, სანამ ქრისტე მას წარხოცავსო მისი სულითო. სად არის ისრაელი? ვიღაცას ხო რას უპასუხებდით? რას უპასუხებდით? არ ვიცით, აი ზოგი ვინც ძლიერი მორწმუნე იყო ეთყოდა. მოვა ისრაელი ისე. მოვა ის დრო იტყოდა, ხო? ვიღაცა იტყოდა. მაგრამ დღეს ნახეთ როგორი აშკარაა? ჩვენს თვალწინ აღსრულდა ის, რომ ისრაელი იქ დაბრუნდა. 100 წელიც კი არ არის, ჯერ რაც ისრაელი იქ დაბრუნდა და მომზადდა იმისთვის. ხო, რომ მომზადდა იმისთვის, რომ შეხვდეს მაცხოვარს, რომელიც ერთხელ უარყვეს, ხო? მშენებლობისთვის მზად არიან, მართალი ხარ შენ თქვი, არსებობს ისრაელის ტაძრის მუზეუმი ისრაელში, სადაც ყველა ნივთი უკვე დამზადებული აქვს. ყველა ნივთი, აი შვიცანთელა, საკურთხეველი, ყველაფერი მომზადებულია. იმიტომ რომ ეს იუდეველებს, მორწმუნე იუდეველებს, ეს ორთოდოქსი იუდეველებს აქვთ ეს დიდი მოლოდინი და წვენა, რომ ტაძარი როდესღაც უნდა აღდგეს. ხო? იეზეკიელთან წერია, რომ მესამე ტაძარი იქნება. აღწერილია მესამე ტაძარი როგორი იქნება, ნუ ის რომელიც უნდა იყოს, ხო? აი ამაზეა აქაც ლაპარაკი. ხო და აი ისე თქვა მინდა მე რომ ნახეთ, აი ის რაც ადრე წარმოუდგენლად შეიძლება მოჩვენებოდა ვიღაცას, დღეს ჩვენს თვალწინ რეალობად იქცა იმითი, რომ ისრაელი იქ არის. და იმ ისრაელში დღეს 7 მილიონამდე არიან დღეს ებრაელები, ხო, იქ ვინც ცხოვრობს. ყველა ტომის ხალხია იქ. აი 12-ვე ტომის ხალხია იქ და როცა გამოჩნდება მაცხოვარი, ისინი ატირდნენ, რომ იცნონ, რომ ის არის ის, რომელიც მათმა ხალხმა მოკლა იმ დროს. და კიდევ ერთი ნიშანი ამ დროს, როცა აი ამ დროსაც ანტიქრისტეს გამოჩენის დროს მეშვიდე ბოლო 7 წელიწადში აღდგებიან ცრუ ქრისტიანი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიად სასწაულებს და ნიშნებს, რათა აცდუნონ თუ კი შეძლეს თვითრჩეულნიც. ამ დროსაც დიდი იქნება ცდუნება თვითრჩეულთათვისაც კი. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ თუ გეტყვიან, აჰა უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ. აჰა თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით, ვინაიდან როგორც ელვა გაიელვებს აღმოსავლეთით და ანათებს დასავლეთამდე, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. აი ზუსტად ეს დაემართათ იმ დროს ებრაელებს. აი ტაძარს რო ანგრევდა ისა ტიტე, ხო? ერთ-ერთმა ჯარისკაცმაო ჩირაღდანი ისროლაო. ტიტეს არ უნდოდა ამ ტაძრის დანგრევა და ძალიან დიდადი ნაგებობა იყო და უნდოდა რომ შეენარჩუნებინა, მაგრამ აი ამ ალყის გამო, ორწლიანი ალყის გამო ისე იყვნენ გადაღლილები და გაცოფებულები ეს რომაელი ჯარისკაცები, რომ შეცვიდნენ, გაანგრიეს კედელი და შეცვიდნენ, უყვიროდნენ იქიდან რომ არ ცეცხლი არ მოაშორეთ, არ ისროლოთ და ამათ ეგონათ რომ მიდითო, ეგ ამას გეუნებიანო და მოისროლა ეს ჩირაღდანი და დაიწვა მთელი ტაძარი, ხო? აი ამ დროს იყვნენ იქ მოშურნეები, ცელოტებს ზახდნენ მოშურნეები, ესენი იყვნენ მოწინავე რაზმები, მათ ვინც ებრძოდა ამ რომაელებს და აი იმ დროს კიდე არ წმუნებდნენ მორწმუნეებს, რომ აი ცეცხლმოკიდებულ ტაძარში გამოჩნდება მესია. აი იქაო და შეცვიდნენ ზოგიერთები თურმეში იგნით. აი ხანძარში და ზოგიერთი იქ დაიღუპა. აი ეს რასწეუნება, აი ვაების დროს, აი იმ დროსაც ფრთხილად იყავით. იმ დროს დაგარწმუნებენ, იმიტომ რომ კაცი რო განსასწრებელშია და გაჭირვებაშია, ხო უფრო მეტად ეძებს, ხო მშველს. და იცოდეთ რომ აი იმ დროსაც კი ვიღაცა გეტყვით რომ აი უდაბნოშია ქრისტე, აი სახშია, იმ სახშია, აი იმ სასახლეშია, არ დაიჯეროთ ამობს ქრისტე, იმიტომ რომ ჩემი მოსვლა მეორედ იქნება ზეციდან, მხოლოდ და მხოლოდ ზეციდან იქნება ჩემი მეორედ მოსვლა, ხო? აი როგორც დანიელთან მეშვიდე თავშია, რომ ვიხილე ზეცის ღრუბლებით მომავალი ძეკაცის. აი ასე იქნება მისი მოსვლა და ამაზე აფრთხილებს რომ როგორც ელვა გაიბწყინებს
აღმოსავლეთ და დასავლეთიდან ყველა ხედავს მას, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. რადგანაც სადღაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი. აი, ცოტა რომ გამოფხიზდეთ, თუ როგორ გონიათ რას ნიშნავს ეს? რადგანაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი. რას ნიშნავს? აი, თქვენი აზრი მაინტერესებს. სადაც უწმუნობა იქნება ანტიქრისტე რა. ანდა პირიქით. სწორია, პირველ ნახევარში გეთახმებით, სადაც ურწმუნოება იქნება ანტიქრისტე. არწივია ანტიქრისტე? არწივი ის სიმბოლოა. არწივი ის სიმბოლოა. არწივი. ზეციდან მოდის არწივი. ღმერთის სამართალი. არწივი ხო იონეს სახარებაში ღმერთის სიმბოლოა, ხო? ღმერთი ზეციდან. აი მძორი სადაც არის, ანუ ურწმუნოება, ურჯულოება რაც შენ თქვი. ხო, გამრავლებულია ურჯულოება, ურწმუნოება. აი მძორები სადაც ყრია სულიერი სიკვდილი, სადაც არის, იქ მოდის სასჯელი. არწივი მოდის იქ ზეციდან რომ მიაგოს ყველა, ანუ ყველას არწივნი წერია. არწივი და ორბი, ხო, ეს იცი ერთი და იგივე სახელია ხშირად იმაში. არწივი არ ყავს ნერვს. კი. ის მხოლოდ კლასად. კი. ხო, სვავი, კი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კი, გეთახმები, მაგრამ ზეციდან მოსვლა სასჯელის იმას ნიშნავს, რომ სადაც ურწმუნოება და სულიერი სიკვდილია, ზეციდან მოდის იქ სასჯელი. კაი, თუ შეიმას ვიტყვით, რომ ორბიან აგულისხმები, ხო? ან სვავი. ეს უწმინდური ფრინველია, ხო? ანუ შეიძლება სატანის სიმბოლო იყოს. მაინც ის რომ სატანა ანადგურებს იმათ, ვისი დაშვებით ხდება? ანუ ღვთაებრივი სასჯელი მოდის მათზე, ხო? ზეციდან მოდის. ზეციდან მოდის, კი. არა, იცი რატომ უფრო სარწმუნოა, რომ ღმერთის სამართალზე იყოს, ას დაწერილი, იმიტომ რომ წინა მუხტში ხო წერია, რომ ზეციდან ელვასავით გამოჩნდება ქრისტე. და იქვე იმას აყოლებს, რომ არწივით მოდის ზეციდან სასჯელი მკვდარი იმის ხალხის. ხო, ხო, ხო. და სწრაფ იმ დღეთა ჭირის შემდეგ, ანუ აი ამ ვაების დასასრულის ბოლოს დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავნი ჩამოცვივიან ციდან და შეიძრებიან ციურნი ძალნი და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე და მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი და იხილავენ ძეს კაცისას მომავალ ზეცის ღრუბლებზე ძალით და დიდებით მრავლით და მოავლინებს თავის ანგელოზებს მგვინავი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულთ 4 ქართაგან ზეცათა კიდიდან მათ კიდემდე. ნახეთ, ამ დროს, აი ბოლოს დასასრული ქვეყნიერების ისეთიაო, რომ თვით ზეცაშიც კი ცაშიც კოსმოსში რაღაც კატაკლიზმებია, მეტეორები ცვივა, მთვარე ისე აღარ ანათებს. აი ივანეს გამოცხადებაში აღწერილია იმ ალბათ შეიძლება იყოს ომების შედეგი. შეიძლება ეს იყოს რაიმე იარაღის შედეგი, რომელიც ისეთ რაღაცას იწვევს მსოფლიოში, რომ მზე და მთვარე ისეთ ნათელს ვეღარ გვაძლევს ჩვენ, როგორც უნდა იყოს, ხო? ცვიან მეტეორები, ანუ რაღაცა კატაკლიზმები ახლავს ქრისტეს გამოჩენას და ამ დროს გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაშიო. რა არის კაცის ძის ნიშანი? ნიშანი, კაცის ძის ნიშანი ზეცაში ჩანს და მოდის ქრისტე. ხო, იოანე ოქროპირი ასე ამბობს, რომ კაცის ნიშანი არის ჯვარიო. ხო, მაგრამ იოანე ოქროპირი ძალიან ზუსტად გაგვიმარტავს და კარგია რატო, იცი რომ იქ ხო მანამდე ხო თქვა რომ ელვასავით განათდება. ელვასავით, როგორც ელვა ისე იფწყინებს და იოანე ამბობს რომ აი წინვალე იქნება, ჯვრის წინვალება ჩანს ზეცაშიო, რომ ელვა ანათებს და ჯვარი კაცის ძის ნიშანი. ხო, ნუ ქრისტეს ნიშანი ეგ არის, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა არის ეს კაცის ძის ნიშანი, ჩვენ აქ ზუსტად არ გვიწერით. შეიძლება ვივარაუდოთ რა იქნება ნიშანი. ზოგი ამბობს რომ კაცის ძის ნიშანი, ანუ ღმერთის ნიშანი არის შეხინა, ღრუბელი. აი გახსოვთ სოლომონის ტაძარს რო ადგა ეს ღრუბელი, ღამე რო ცეცხლის სახით ანათებდა, დღე ღრუბლის სახით. ეს ხო წავიდა მე ტაძარს ხო გაშორდა. აი ის ღრუბელი შეიძლება იყოს ეს ნიშანი. მაგრამ იონე ოქროპირი ამბობს რომ ეს იქნება გაბწყინებული ჯვარი. ყოველ შემთხვევაში მივხვდებით რომ ეს კაცის ძის ნიშანია და სხვა შორის აი მე თქვენს მინდოდა ადრე და გამომრჩა მე თქვა იბრაულში არის ბოლო ნიშანი ტავ ეგეთი ნიშანია და ეს ტავ იწერება აი როგორც ტ პატარა ტ ესეთი ხაზია და ზე თავია
ხო? ანტონიუს ჯვარი ქვია, ამ ანტონიუსის ჯვარი ქვია აქ ევროპულ დასავლეთ სამყაროში. და ეზეკიელთან არის ესეთი ადგილი, როცა ღმერთი გადაწყვეტს დასჯას. დასჯას გადაწყვეტს იერუსალიმის ურჯულოების გამო. და ეუნება შედიო ქალაქშიო, ეუნება წინასწარმეტყველს და ნიშანი გაუკეთე ყველა შუბლებზეო, ის ვინც უნდა გადარჩესო. და წერია რომ ტავი გაუკეთეო შუბლებზეო ნიშანი. და ეს ტავი ჯვარს გავს რა, თქოს ძველ აღთქმაშივე მინიშნება ნაწინასწარმეტყველებია ის რომ ნიშანი რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს არის თავ, აი ის როგორც რომელსაც აქვს ჯვრის ფორმა, ხო? და ეს არის დაფარული ადგილები ბიბლიაში. და შემდეგ რაც უკვე წავიკითხეთ ლეღვის ხისგან ისწავლეთ იგავი როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს იცოდეთ რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც როცა იხილავთ ყველაფერ ამას იცოდეთ რომ უკვე ახლოა კარზე მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ არ გადავა ეს მოდგმა ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ეს მოდგმა რა? აი ეს ადამიანები, კაცობრიობა არ მოისპობა სანამ ეს არ აღსრულდება ისე როგორც მე ვთქვი ამობს ქრისტე. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. ცა და მიწა შეიძლება გაქრეს, მაგრამ ჩემი სიტყვები აღსრულდება ისე როგორც მე ვთქვი. ანუ შეუცვლელია ეს. ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც ნახეთ, აი ეს არის ძალიან საკამათო მუხლის, ძალიან ბევრი კამათი იყო ამათგზის. არავინ იცის არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და ამბობს რომ არც ძემ იცის. პავლე ადგილებში ამბობს რომ არც ძემ იცის, არც ანგელოზებმა, არამედ მამამ. კითხვა იბადება ასე, იცის ძემ და არ ამბობს თუ მართლა არ იცის. ჰა? იცის და არ ამბობს, ხო, სწორია. იონი ოქროპირი ასე განმარტავს, როგორ? იონი ოქროპირი ასე ამბობს, რომ მან ეს იცის, მაგრამ უკრძალავს ადამიანებს, რომ ამას კითხვის დასმასაც კი. რომ ჩვენ არ დავიწყოთ ძებნა ბიბლიაში, სახარებაში, აბა სადმე თქვა ქრისტემ, როდის იქნება მეორედ მოსვლა, ამიტომ იცის მან ძემ, როგორ თაებრივ აბა მოიტყუა ხოლე მან არა, არ მოიტყუა, მაგრამ უყურე მაგას შეიძლება მივაშოროთ მეორე არგუმენტიც. ქრისტე ხო განკაცებულ მდგომარეობაშია იმ დროს. შეიძლება ამბობს როგორც განკაცებულ მდგომარეობაში ჩვენ მსგავსმა. არ იცის რომ ამბობს რომ არ ვიცი მეც. რომ ჩვენ არ დაგვებადოს ეს კითხვა რომ ასეც ვკითხოთ. იმიტომ რომ ნახეთ, აი მოციქულთა საქმეში როცა იწყება ეს მოციქულთა საქმე, პირველი თავში არის საგულისხმო ამბავი, ვერმა იცის რომ როცა შეხვდაო მათ ყურეთით აღმდგარი 40 დღე-დაღამე მათთან იყო ასწავლიდა და ბოლოსო გაიყვანაო ბეთანიამდეო. ნუ ამაღლდეს, ამაღლებაა უკვე, უნდა წავიდეს მათგან. ნახეთ, და ეუნება მათ რომ დარჩით თქვენო იერუსალიმში, სანამ არ მოგივლენ სული წმინდასო და რას ეკითხე? ბოლო კითხვა რა არის მათი? როგორ გონიათ? შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ ამას და ამბობდნენ უფალო აი ამ დროს აღუდგენ სამეფოს ისრაელსო? ანუ როდის მოხვალ მეორე თუ ამას ეკითხებიან ფაქტობრივად. რომ მათ უკვე იციან რომ ქრისტე ახლა სამეფოს არ აღადგენს ისრაელში, ხო? მიდის მათგან. და უნება მე რო წავალ, ძალას გამოგიგზავნით სული წმინდას მამისაგან რომ ის გასწავლით ყველაფერს. და რომ მიდის ბოლო კითხვა აქვს რომ როდის იქნება მეორედ მოსვლაო? აი შენ რო წახვალ მაშინო, ახლა ამ დღეებში მოხდებაო ესო? და ქრისტე უნება უთხრა მათ არ არის თქვენი საქმე დღეთა და წელთა ცოდნა, რომელიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით, ხოლო თქვენ მიიღებთ ძალას, როცა სული წმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელი იუდეასა, სამარიაში და მიწის კიდემდე. თქვენი საქმე მხოლოდ ის არის, რომ ჩემი სახარება დაამოწმოთ მთელ დედამიწაზე სული წმინდის ძალით, რომელსაც მიიღებ და ამის მერე პირდაპირ გაიყვანა და მაღლდება ზეცად. ამიტომ ამის გამო რომ იციან რომ ეს კითხვა გაწამებს კაცობრიობას, როცა იცის რო იცის უფალმა, ეუნება რომ არავინ იცის გარდა მამა ღმერთის, ანუ დაფარულია ეს საიდუმლო. და იონი ოქროპირია ღმერთი და ზეღმერთი ხო თანასწორია. კი, ღვთაებრივი ბუნებით შეიძლება ჩვენ ვუვარდოთ ღვთაებრივი ბუნებაში, მანაც იცის, რაც მამა ღმერთმა იცის ის. მაგრამ ასე ამბობს და ამიტომ საჭიროა რომ ეს ასე მივიღოთ. აი მაგალითად იონი ოქროპირის ესეთი მაგალითი მოყავს რომ ღმერთი ამბობსო ძველ აღთქმაშიო რომ ძალიან გამრავლდა სამდურავი სოდომ გომორზეო
ჩავალებ ერთი ნახავ მართლა მასია თუ არაო. რა არ იცოდაო ღმერთმა მართლა თუ არაო, აბა რატო ამობს ასე? ჩავალ და ვნახავ. იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაა. ჩვენთვის რომ ჩვენთვის გასაგები იყოს რომ ღმერთი ამოწმებს ყველაფერს და ღმერთმა მართლა ჩავიდა ხო? მაგრამ ხო ვიცოდა მან რომ ეს ასე იყო. ხო? მაგრამ აკეთებს მაინც ასე. ამიტომ ჩვენთვის გასაგებია ეს მეტყველება და ეს ფორმა მეტყველების და ამიტომ ამობს ქრისტე რომ არ დასვათ კითხვები ამაზე. არ დასვათ ამაზე კითხვები იმ დღეზე. მაგრამ ჩვენ ხო ნახეთ უკვე აი ეს რო ეს მომენტი რო დადგება შეგიძლია თქვათ რომ 7 წელიწადში დასრულდება ყველაფერი. გესმით? არ თად სიბრელეში არ დაგტობა უფალმა. აი ეს ამდენი ნიშანი იმიტომ მოგცა რომ თლად უცოდინლობაში არა ვართ. უბრალოდ სინათლეა, ხო უბრალოდ აი ეს ეპოქა რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს არ ვიცი ჩვენ, იმიტომ რომ ღმერთის მოწყალება რამდენ ხანს მოითმენს აი ამ მურჯულოებას არ ვიცი ჩვენ, ხო? ამიტომ ჩვენი მოვალეობაა ყველას, ჩემიც როგორც მღვდელის, თქვენიც რომ აი ჩვენი ცხოვრებით, უყურეთ, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიქადაგოთ. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა კიდე უნდა გადარჩეს. აი მაგალითად მე ჩავსულარ ხოლმე ქალაქებში, აი წირვად ჩამიტარებია და მოსულა 10 კაცი. მთელი ღამე მივლია ხოლმე ვატარებული. ღამე გამითე ჩავსულარ და მოსულა 10 კაცი. უშება გაბრაზდე რომ რა არის 10 კაცისთვის ჩამოვედი. ესმის და მაგრამ მე ვიცი რომ იმ 10 კაციდან ღმერთმა იცის რომ 2 უნდა გადარჩეს. 2. და იმ 2-ისთვის უნდა ჩახვიდე. ხო, იმ 2-მა უნდა გაიგოს ის მაცხოვნებელი სიტყვა, რომ ის 2 ჩვენ რო სასუფეველში შევალთ, იქ უნდა იყვნენ. გესმით? ხო, ამიტომ მარტო მე კი არა, ყველა ესე უნდა ვიყოთ, ყველა გესმით? ჩვენი ცხოვრებით, სიტყვით, ქადაგებით უნდა გადავარჩინოთ ადამიანები, იმიტომ რომ ღმერთი ელოდება, ითმენს ღმერთი, ხო? აი, ხო ადრეც ვთქვამს ხოლმე, ჩემთვის ღმერთი რო არსებობს, ერთი ყველაზე მაგარი მტკიცებულებაა მაგის. აი ხო, ბევრი მტკიცებული, აი ჩემთვის არსებობს ერთი ყველაზე მთავარი მტკიცებულება. ამდენს რო ითმენს, ესე იგი ღმერთია ის. ღმერთის გარდა ამდენის მოთმინება არავის არ შეუძლია. არავის. აი ამდენ ურჯულოებას რო ითმენს დედამიწაზე, აი რეები ხდება წარმახთ დააკვირდით. ღმერთი უნდა იყოს ის, ვინც ამდენს ითმენს. ამიტომ არსებობს ღმერთი. ჩვენ ადამიანები რო კიდევ არსებობთ, ეს მისი მოთმინების გამოა, ხო? რომ ამდენი სიგიჟე აქვს ადამიანს ჩადენილი, ხო? ხო. აი, გესმით და აი ამიტომ ღმერთი რახან ითმენს, აი ამ პერიოდს ითმენს ღმერთი ჯერ, აი აქ ვარ. ითმენს, იმიტომ რომ უყვარ ვარ და უნდა რომ გადაარჩინოს საჭირო მეტი ადამიანი. აი ასე უნდა შევხედოთ ჩვენც ამას და ბევრი აღარ დაგვრჩა და ამობს ქრისტე რომ როგორც ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე როცა ნოე შევიდა კიდუბანში და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი, ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. როგორც ნოეს დასინოდნენ და გიჟიაო ფიქრობდნენ რომ რა წარღვნა, კაცო, ცხოვრობდნენ, ხო? და სანამ არ დაიკეტა კიდობნის კარი და დაიწყო წვიმა, ვერ მიხვდნენ რომ დაღუპა ახლოს არის, ხო? აი ასე იქნება მაშინაც. მაშინ 2 იქნებიან ველად, ერთი წარიტაცება, მეორე დარჩება. მაშინ 2 ქალი იქნება წისქვილში, ერთი წარიტაცება და მეორე კი დარჩება. მას იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით რომელ საათზე მოვა თქვენი უფალი. ანუ ისე გაიყოფა ადამიანები, რომ 2 მაგალითად ველზე რომ მუშაობენ, ვინ არიან ერთმანეთის? შეიძლება მამა და შვილი იყვნენ. ხო? ერთი წარიტაცება სათასასუფეველისთვის და მეორე დარჩება სატანჯველად. ანუ მარადიული ტანჯვისთვის. გაიყოფა რა, მაგას გულისხმობ. აი, ხო, მანამდე ხო თქვა? არა, მანამდე ხო თქვა, აი, ამნახეთ 31 მუხლში. გაგზავნის თავის ანგელოზებს საყვირის ხმით და შეაგროვონ მისი მორწმუნეებიო. ანუ ქრისტესთან იმ დროს გროვდებიან მხოლოდ მისი მორწმუნეები. გესმის? ყველა კი არა, მხოლოდ მისი მორწმუნეები გროვდებიან მასთან, თავის უფალთან. და აი 2 იქნებიან, ერთს წარიტაცებენ ანგელოზები რომ მიიყვანონ ქრისტესთან, ერთი დარჩება. წისქვილში 2 თქვავენ ფქვილს. 2 წისქვილში რატო არიან? ახლობლები არიან, შეიძლება თანასოფლელები არიან, ერთი ოჯახის წევრი ან რაღაც, ხო? ერთი დარჩება, ერთს წაიყვანენ
ქრისტეს შესახვედრად, გესმით? ამიტომ აი ესე გაიყოფა ყველაფერი და ამიტომაც იყავით ფხიზლად ამბობს უფალი, რომელ საათზე მოვა ძე კაცისა, მოვა თქვენი უფალი არ იცით. ესეც გახსოვდეთ, სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავის სახლისთვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან როცა არელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს პოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თელ თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის, აგვიანებსო ჩემი პატრონის მოსვლას და დაიწყებს თავისი მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს როცაარელის და იმ საათს რომელიც არ იცის და შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცევთან დაუდებს წილს და იქნება იქ ტირილი და ღრჭენა იკბილთა. ანუ უბალი ამბობს რომ ჩვენ დატოვებული ვართ აქ როგორც მისი მონები ერთმანეთის მსახურებისთვის. და ხედავთ ამბობს მიუჩინაო თავის მსგავს მონებსო, რომ საჭმელ, სასმელი და ზრუნვა მისცეს მათ, ხო? ანუ ვიზია ლაპარაკი, ღდულებზეა მარტო ლაპარაკი? არა, ერთმანეთზე, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ისე აღასრულეთ ჯული ქრისტესიო. და როცა მოვა, ნეტა არია ის მონა, რომელსაც იპოვის თავისი მსგავსი მონების მსახურებაში, ხო? რომელიც მზრუნველია და მზად არის რომ ემსახუროს და ვინც მიატოვებს ამ მსახურებას და გარყვნილებაში და მემთვრალეებთან ატარებს დროსო, მოვა და შუა გაკვეთს მას და ტირილი და ღრჭენა კბილთა რას ნიშნავს? აი ეს ხშირად ხდება ხო სახარებაში? ტირილი და ღრჭენა კბილთა რას ნიშნავს? სიგიჟეა რა გაბრაზების სიმწრისაგან. სიმწრისაგან? ვეღარ ხო. ტირილი რას ნიშნავს? ტირილი არის გლოვა სულიერი ტკივილის გამო, ხო? და აი კახელებს აქ ეგეც უილაჯობაო. უილაჯობა რა არის? რომ შეიძლება აღარა გაქვს არაფრის. ამ დროს ერთადერთი აი ავადყოფირვა, ძიმე ავადყოფი და რო იცის რომ იმ ტკივილს უნდა გაუძლოს. სხვა გამოსავალია, რას აკეთებს? კბილებს უჭერს, ხო? კბილთა ღრჭენა, ხო? აი კბილთა ღრჭენა არის უიმედობა, კი არა, უილაჯობა, ილაჯი ხო ნიშნავს შეძლებას. აუ შეუძლებლობა რაიმეს გამოსწორების, ხო? აი სადაც ყველგან სადაც ნათქვამია კბილთა ღრჭენა, ნიშნავს რომ ვერაფრის ვეღარ შეცვლის ადამიანი. ანუ უსაშუალებობა, აღარაფერი აღარ არსებობს და ჩვენ შეგიძლია რაიმე შეცვალო და ტირილი არის ამის გამოხატულება სულიერი გლოვის და ტირილისა. ბატონო? აი ასე ამთავრებს უფალი ამ მონაკვეთს და შემდეგ უკვე უფალი ის ჯერ სამშაბათი არ დასრულებულა. ისევ ზეთიცხილის მთაზე არიან უფალი და მისი მოწაფეები და იქ საუბრობენ ამას. ან გზაზე, ან შესვენება, ან რაღაცა და შემდეგ უფალი უკვე ამბობს იგავს 10 ქალწულის შესახებ, ხო? აი ეს 5 ქალწული გონიერი იყო და სულელი და იქვე მე ამას მოყვება უკვე ტალანტების იგავი, როცა უფალი ამბობს რომ ვინც გაამრავლა ტალანტები ის შეაქო მოსულმა უფალმა და ბოლოს თავდება რითი ეს საუბარი თავდება რითი? საშინელი სამსჯავროს ამბავი. ანუ ეგ ეკლესიის დროზე იგავები. ეს იგავები კი? ეს იგავები არის მოლოდინზე. ის ქალწულები აი ამ დროშა ის მოსვლას ელოდებიან, ხო? მაგრამ რა შეასაქმე იცით, აიყურე ყოველთვის ორ მაგათ უნდა გავიგოთ ეს. აი მაგალითად, გახსოვთ, როცა ტახტზე ზის უფალი და მარცხნივ ვინც დააყენა იმათ ეუნება, წადით წეულნო ჯოჯოხეთში. რადგან შიოდა და არ მომეცით. წყუროდა და არ მასვით წყალი, ხო? აი კონკრეტულად ვის ეუნება ამ დროს? აი ორ მაგათ უნდა გავიგოთ ყოველთვის. ერთი პირველ რიგში ეუნება იმათ, ვინც ისრაელის ვაებაში მის ხალხს არ დაეხმარება. მის მორწმუნეებს. პირველ რიგში ამას ამბობს უფალი. რომ აი იმიტომ ისრაელის ვაება იმ დროს მართლა წარმოუდგენელი იქნება იმ დროს. აი დააკვირდით სიტუაცია როგორ ვითარდება. დღეს ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც ყველა მტერი ყავს გარშემო.
ყველა მისი მტერია, ხო? აი დღეს რუსეთიც გადაეკიდა, რუსეთის მე მგონი მას გადაკიდებული ყავს, ხო? ხო და აი ის ვაება დასასრულის ვაება მათთვის ყველაზე მძიმე იქნება მართლაც და ქრისტიანობს რომ აი ეს ჩემი ხალხს როცა ეს ვაება ექნება, ვინც მათ წყალი მიაწოდა, პური მისცა, ვინც შეიფარა, აი იმათ უფასებს. მაგრამ ეს ასევე ვრცელდება მთელ ეპოქაზე, ხო? ქრისტიანულ ჩვენ ცხოვრებაზე რომ ერთმანეთს უნდა დიახ 2/3 გაწყდებაო ესე წერია, ხო? 154,000 ხო რაღაც კატასტროფაზეა ლაპარაკი. ხო. ხო, ნუ ასე წერია 2/3 აი ვაების დროს ნუ რაღაცა დიდ კატასტროფაზეა ლაპარაკი, ან ომზე, ან რაიმე განადგურებაზე, ან თავდასხმაზე რაღაცაზე. ეს 154,000 ყველას ეხება. არა, ეს 154,000 არის კიდე სხვა ხალხი, რომელიც ამ ვაების დროს გადარჩება. სხვა ხალხი და არა, ისრაელში. ნატამალი კი არ არის 154,000. ნატამალი არის ის მესამედი, რომელიც გადარჩება. მაგრამ 154,000 არის ის ხალხი, ვინც ამ დროს გამოფწყინდება, როგორც მისი მორწმუნე. გასმის? ახლა 8 მილიონის მესამედი როგორ არის 154,000? ხო? 154,000 ის ჩეული ხალხი, ვინც იმ დროს გადაურჩება ამ იმას. ანუ ეს ისეთი ზუსტი რიცხვია თუ როგორც აი 12. ნუ ზოგი როგორც ზუსტ ისე იღებს, ზოგი როგორც სიმბოლურს ისე იღებს. ესე მესმოდა ბრო სიმბოლური რიცხვია, ხო? დანიშნე ყველა ტომიდან 12,000. ხო შეიძლება იყოს რიცხვი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს იმ ხალხს. მაგრამ შეიძლება იყოს ზუსტი რიცხვი. მაგრამ ნატამალი 154,000 არ ნიშნავს. ნატამალი 154,000 ძალიან ცოტაა. ძალიან აქედანო 2/3 გაწყდება და 1/3 გადარჩება. ხო? და ის 1/3 იქნება ისრაელი, რომელიც მიიღებს მერე თავის მესიას, ხო? ყოველ შემთხვევაში იცით აპოკალიფსის იმიტომაც არის ძალიან რთული წიგნი, რომ ჯერ კიდევ დღესაც აპოკალიფსისიდან, აი თქვენ რო წაიკითხოთ მაგალითად, თუნდაც მართლმადიდებელი განმარტებლების კომენტარები, ხო? თვითონაც თქოს არ არიან ბოლომდე დარწმუნებული იმას, რასაც ამბობენ. აი იოანე, მაგალითად ანდრია კესარიელი, ჩვენი ცნობილი ეს მართლმადიდებელი პირველი განმარტებელი ვინც არის. ის ამბობს, თვითონაც ასე წერს. ზოგი ამას ხედავს, ზოგი ამას ხედავს, მე კიდევ ამას ხედავ. გესმით? და ძნელი წიგნია. ამიტომაც რომ ზუსტად შევძლოთ ამის განმარტება, ჯერ მთელი ბიბლია უნდა ზედმიწევნით ზუსტად ვიცოდეთ და შემდეგ დავაკვირდეთ მოვლენებს და ამ მოვლენების ცვლილობის დროს ჩვენ შეიძლება მივხვდეთ ზუსტად რატო წერია აპოკალიფსისში. ყოველ შემთხვევაში ის რაც ქრისტემ ჩვენ დღემდე გვითხრა საკმარისია იმისთვის რომ ნიშნები შევიცნოთ, ხო? კითხვები ხომ არ არის რამე? გაბადის? წმინდა ცეცხლზე არაფერია ნათქვა. ერთადერთი აი კარგია კითხვა რომ დასვით. აი არის მოსაზრება ასეთი რომ აი იერუსალიმში ხო ამბობენ რომ ყოველ შაბათს გადმოდის ცეცხლის ზეციდან, ხო? აი არის ასეთი მოსაზრება რომ ეს ხომ ის წმინდა ცეცხლი სუფთა ტრადიციაა, ის ხო არსად ბიბლიაში ნახსენები არ არის, ხო? ზოგიერთ ადამიანს წამს, ზოგიერთს არ წამს. შეიძლება ერთიც იყოს, მეორეც იყოს. მაგალითად წმინდა ცეცხლი შაბათობით გადმოდის, ხო ახლა? იყო საუკუნეები, როცა კვირას გადმოდიოდა, ხო? კვირას გამოდიოდა, აკეთებდნენ იმას, ხო? გადმოდიოდა. რატო შეიცვალა? ნუ არა. თვითონ თავად ბერძნები, თქვენ იცით ჩემი შეხედულება მაგალითად მაგაზე, თვითონ ბერძნები ის ხალხი, ვინც იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის, ისინი ამბობენ ხალხო, ეს არის ცეცხლის კურთხევის მსახურება. აი როგორც წყალს ვაკურთხებთ, ხო? და ეს წყალი ხო ნაკურთხია? ხო წმინდაა ჩვენთვის. ნაკურთხ წყალს როგორ შეიძლება შევერწყოთ? ხო წმინდაა. აი ესევე ხალხო, ეს არის ცეცხლის კურთხევის მსახურება, რომ იმ აღდგომას ხომ ღვთაებრივი ძალით აღდგა ქრისტე იმ საფლავზე და იმ საფლავში შედიან, ანთებენ კანდელს, კითხულობენ ცეცხლის კურთხევის ლოცვას და გამოაქვთ და ამბობენ რომ ეს არის ის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც ნათელი, ღვთაებრივი ნათელი. ცეცხლი და ნათელი ხო ერთ და იგივეა. ხო და სხვა ბიბლიაში იმ ცეცხლზე არაფერი არ არის ნახსენები. მაგრამ ბიბლიაში ნახსენებია სხვა ცეცხლი.
აი მაგალითად ძველ აღთქმაში მე-9 საუკუნეში ქრისტემდე ილია წინასწარმეტყველს რო დაემტკიცებინა რომ ის არის ნამდვილი წინასწარმეტყველი კერპთაყვანისმცემლებს უთხრა აი თქვენ დადეთ მსხვერპლიო მეც დავდებ მსხვერპლს მოდი ვილოცოთ ორივემო და ცეცხლი ზეციდან რომელზეც გადმოვა და დაწვავსო ის იქნება მართალიო ხო და ილიას მსხვერპლი დაწვა ცეცხლმა ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ხო აი ახლა აპოკალიფსი ჩვენ რო წავიკითხეთ აპოკალიფსის მე-13 თავში რა წერია ხო შეიძლება გამოგჩა ეს ნახეთ და იქმსო ისე დიად სასწაულებსო ანტიქრისტეო როგორცო ზეციდან ჩამოაქვს ცეცხლიო და ამითი მონუსხავს ხალხს ზეციდან ჩამოაქვს ცეცხლი ესე იგი ეს უნდა იყოს ნამდვილი წინასწარმეტყველი ხო ამიტომაც არის ასეთი მოსაზრება ასევე რომ აი თუ ჩვენ ძალიან ფიქსირებული გავხდით იმ ცეცხლზე რომელიც იერუსალიმშია და ამაზე დამოკიდებულები გავხდით იქნება გვაცნოს ანტიქრისტემ ის იმაზე უფრო დიდ სასწაულს გვაჩვენებს და ცეცხლზე თუ არ დამოკიდებული შეიძლება გვეგონოს რომ აი ესე იგი ეს ნამდვილი წინასწარმეტყველია გესმის ამიტომ ის რაც არ არის დაწერილი ბიბლიაში არ არის საჭირო რომ ის ვიწამოთ როგორც შეუცვლელი დოგმატი მე მაგალითად მიმაჩნია რომ ის ცეცხლი ესეთი ლამაზი მსახურება და კარგი მსახურება ისე როგორც წყლის კურთხევა ამის გარეშე ხო შეუძლებელია ჩვენი ეკლესიური ცხოვრება მაგრამ არ უნდა თქვა ახლა შენ ის რომ ზეციდან გადმოდის რაც არ ხდება სინამდვილეში ხო თვითონ ის ბერძნები გონებიან რომ მასე არ არის რამდენიმე ეპისკოპოსის ინტერვიუებიც იყო გამოკონებული რომ ეს არის მსახურება ხალხო მაგრამ ხალხს ესე რომ წამს მათაც ხა უჭირთ რომ პირდაპირ ხო ხო ბადრო ხო ამბობენ მაგას არა ვინც მაგის გამო დაკარგავს რწმენას ესე იგი არ ქონია მას რწმენა კაცო რა თქმა უნდა აი ანტიქრისტეზე წერია აი რა თქვენ რაც გეკითხეთ ანტიქრისტეზე წერია რომ ცეცხლს ჩამოიტან ზეციდან აი ჩამოვარდება ზეციდან ცეცხლი მისი რაღაც გრძნეულებით რაღაცა ჯადოქრობის ძალა ექნება რაღაცა ექნება ხო და ხალხი იწამებს რომ აა ეს არის ნამდვილი წინასწარმეტყველი ამიტომაც ამაზე ფიქსირება არ შეიძლება ზოგიერთი ახლა იცით ნახეთ ზოგიერთი იმასაც ამობს რომ არაო ჩვენ თუ ის ცეცხლი გვექნება იერუსალიმში რომელიც გვაქვსო გვეცოდინება რომ ეს არის ნამდვილი და ეს არის ტყუილიო ანტიქრისტეს ცეცხლიო გესმით ამასაც აქვს არგუმენტი ამ შემთხვევაში არ გადმოვაო ალბომაზე ნუ ბიბლიაში რო არ წერია ეგ ასეთი არაფერი ნუ შეიძლება ვიღაცას განმარტება აქვს ესეთი რომ გონია რომ ასე იქნება მაშინ აქ ქრისტე გვეტყოდა რომ ხო ამობს რომ გატიალებდა სიბილწე და ნიშნებს ხო ჩამოთვლის 20 ნიშანია დაახლოებით და ბოლოს დაუმატებდა იცოდეთ რომ იერუსალიმში ცეცხლი აღარ გადმოვა ჩემ მოსვლამდე ხო მაშინ რა შეუშლიდა რომ ეთქვა ქრისტეს რაღან არ თქვა ესე იგი არ არის ეგრე პირველ მეორე საუკუნეში ცეცხლის გადმოსვლა ხო არ როდის დადგინდა როცა ჯვარი იყო ხო შემდეგ რაც ბიზანტიის იმპერიამ ადამიანის დადგინილი არის და არა კი ასეა პირველ მეორე საუკუნეში არის ცეცხლის გადმოსვლა კი ასე აი ეს არის დღევანდელი საუბრის შინაარსი და იცით დავაკვირდეთ ამ ნიშნებს აი ეს უნდა გვახსოვდეს აი ეს სქემა ჩვენ ახლა ვიყოფებით აი ამ ეპოქაში პირველი მოსვლა იყო აქ როცა ბზობით შევიდა იერუსალიმში და მე ხო ადრე თქვენ ეს გაჩვენეთ აი 77 ხო 7 წელია ხო თქვი 7 წელი ხო აი 69 7-ული 79-ზე 7 წელიწადი ხო რომ გავამრავლოთ 7-ზე 69-ზე 7 შემდეგ გავამრავლოთ დღეების რიცხვზე ხო 360 დღეს ბიბლიურ წელს შემდეგ გავყოთ იმ ამ ქვეყნიურ კალენდარზე აი ამ ქვეყნიურ კალენდარს აიძულება ზუსტად 32 წელს ემთხვევა ის დღე როცა ქრისტე მოვიდა გესმით აი თქვენ ცადეთ სახში ახლა მაგის დრო აღარა გვაქვს მაგრამ აი 79 ჯერ გაამრავლეთ 7-ზე შემდეგ გაამრავლეთ 360-ზე მაგრამ ბიბლიური წელი სხვა არის ვიდრე ასტრონომიული წელი რომელთაც სამყარო ხელმძღვანელობს და შემდეგ ამაზე რო გაყოფ ზუსტად იმ დროს ემთხვევა როცა ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანას ხო ზოგიერთები ამბობენ რომ 1-2 დღე შეიძლება აცდეს ან 1-2 კვირა მაგრამ ის ეპოქა ის დროა როცა დანიელმა წინასწარმეტყველა რომ ქრისტე ცხებული მეფე მოვიდა ისრაელში
ხო? აი ესეც გვიდასტურებს დანიელის წიგნი. დანიელის წიგნი იდუმალი წიგნია, ძალიან სერიოზული წიგნია დანიელის წიგნი და იმდენად გაუგებარია დანიელის წიგნი თავად იუდეველებისათვის, რომ ყურეთ, აი ჩვენი ბიბლია ხო ასეა აგებული. ბიბლია საერთოდ ასეა აგებული, ძველი აღთქმა. მოსე, თორა, ხო? მეორე ნაწილი რომელია? წინასწარმეტყველები და წერილები, ხო? ფსალმუნებს ეხეთ წერილებს. აი ისეთი წიგნები, რომლებიც არის ფსალმუნი, იობის წიგნი, რუთის წიგნი, თქვათ, სხვა წიგნები. ეს დანიელის წიგნი წერის რომელ ნაწილში უნდა იყოს? წერის წინასწარმეტყველებში უნდა იყოს, ზოგადად წინასწარმეტყველია დანიელი, ხო? მაგრამ იმდენად აი ეს რიცხვები, რაც დანიელთან არის და წინასწარმეტყველი, იმდენად ზუსტია. და იმდენად რთულია განსამარტავად, რომ ებრაელებმა, იუდეველებმა ეს დანიელი გადაიტანეს მესამე ნაწილში, წერილებში. აი თქვენ რომ ნახოთ დღეს სარჩევი ებრაული თანახის, ის არის ბოლოში. იმიტომ რომ ასეთი მოსაზრება იყო, რომ ბევრი კითხვებს ბადებს ეს დანიელის წიგნი. ბევრი მკოლდება იმ გაგებითაც, რომ უკვე იყო მოსული ესე იგი მესია? იმიტომ რომ ის წერს, რომ 69 შვიდეულის შემდეგ მოვაცხებული მეფე და ბევრი იუდეველიც სვამს ამ კითხვას, რომ მოვიდა უკვე და ბაბინებმა თქვეს, რომ რთულია და გაუგებრობებს იწევს და აურზაურს იწევს, რომ მოდი ცოტა მივაჩოჩოთ იქით ბოლოში, რომ სადაც ხშირად არ შეხვდება ადამიანებს რა. და დღეს იქ არის დანიელის წიგნი. მაგრამ ჩვენ ვიცით რატო რაც გვეუბნება დანიელის წიგნი ზუსტად. რაბინები რა პასუხს ცემენ? გადრო? ვიღაცა რო წაიგიხო, ებრაელი რო წაიგიხოს ხო. რა პასუხი უნდა გასცეს? რა ვიცი ხა პასუხი შენი საკუთარი მოსაზრების მიხედვით შეიძლება სხვადასხვანაირი გასცე, ინტერპრეტაცია გააკეთო ასე, ისე, თქვა რომ თქვათ, აი იმიტომაც წინასწარმეტყველებს მოაშორეს, რომ თუ წინასწარმეტყველი არ არის, სულ ერთია რა თქვა მან, ხო? ისეთი წიგნია, ასე თქვა, სასწავლო წიგნია. ბადრო? ზოგადად საგანმანათლებლო წიგნია და თუ წინასწარმეტყველი არ არის, ეხლა მაშინ არც არის ავტორიტეტი იმ გაგებით, რომ დავიჯეროთ, ხო? აი ამიტომ. დიდება ღმერთს და მადლობა უფალს და მადლობა თქვენ. ვიდეო გაგვიშალეთ. გიგაცი.